სახელმწიფოს წართმევა 1918-21 წლები. ცოტა ადრიდან 17-დან დავიწყოთ. ნოე რამიშვილის ფრაზა, რომელიც 24-ში დაწერა, ვინა მართალი ქართველი ერითუ ოკუპანტთა იდეოლოგები საქართველოს დამოუკიდებლობის მებრძოლნი თუ მისი მესაფლავენი. რა პრობლემაც იდგა 100 წლის წინ, პრინციპში ახლაც დგას პრობლემა. გამუდმებული კამათი და დაბრანება იმ ადამიანებისთვის, ვინც იბრძოდა თავისი ქვეყნისთვის და შემდეგ მათი გაშავება, წარმოჩენა როგორც მტრეების, მოღალატეების. დღევანდელი თემა იქნება სამწლიანი თავისუფლება, რომელიც დაიკარგა 3 წლის შემდეგ. დროშა და გერბი. პარემ დავიწყოთ დროშით და გერბით. ჩემი ბავშვობა ამ დროშის ქვეშ გაიარა. ძალიან ბუნებრივი იყო ჩემთვის და ასოცირდება თავისუფლება ამ დროშასთან და შემდეგ გავხდი 19 წლის 2004-ში მიიღეს 5-ჯერიანი დროშა, ძალიან კარგი დროშა, მაგრამ რაღაცნაირად უცხო იყო და გამოაცხადეს, რომ ეს დროშა არის არ ღვევს გარკვეულ სტანდარტებს, მთავარი შენიშვნა იყო, რომ შავი ფერი არ უნდა იყოს თეთრ ფერზე. ზემოდან შავი ნეგატიური, გლოვის ნიშანი, თეთრი ვირიქით ხომ და არა და აქვს მნიშვნელობა თავისთავად, მილიმეტრებშიც კი არის მნიშვნელობა, ფერები თავისთავად და არ ვიცი რატო გააკეთეს თავის დროზე ასე, რომ ჯერ შავი და მერე თეთრი, თუმცა გათვლა იყო თავისთავად ასეთი, რომ შინდისფერი ტრადიციული ქართული ფერი, შავი როგორც ჩვენი ქვეყნის ტრაგედიები, უბედურებები და თეთრი როგორც სინათლე, რომელიც გველის თუ მომავალში იქნება. და შემიიღეს 5-ჯერიანი დროშა. დროშის ავტორი იყო ივანე ჯავახიშვილის რჩევებით, დახატა ნიკოლაძემ. გერბს რაც შეეხება თეთრი გიორგია მასზე გამოსახული, ამასაც საინტერესო ისტორია აქვს, რატომ თეთრი გიორგი და არა წმინდა გიორგი, იმიტომ რომ სოციალ-დემოკრატები იყვნენ ათეისტები უმეტესად და სხვა ვარიანტიც იყო, თან იყო ვარიანტი მიჯაჭვული ამირანი პრომეთე. და თეთრი გიორგი. და როდესაც განიხილეს, გააპროტესტეს ნაწილმა, რომ მიჯაჭვული ამირანი მიჯაჭვულია და როგორ შეიძლება გერბი იყოს მიჯაჭვული ადამიანი, მაგრამ წმინდა გიორგი იყო ვარიანტი და ისიც გააპროტესტეს, რომ რანაირად შეიძლება რომ ქრისტიანული რაღაც რელიგიური სიმბოლიკა იყოს და გადაწყვიტეს, რომ მოდი მოვაშოროთ ურჩ დრაკონი და მიაბეს ასე ვთქვათ ძველი ქართული სიმბოლო თეთრი გიორგი. ზემოთ ვარსკვლავები მზე და მთვარე, როგორც მშობლები და ვარსკვლავები მათი შვილები. ასე რომ ეს პირველი ჩვენი ეროვნული სიმბოლიკა, ჰიმნი მიიღეს თავისთავად იცით დიდება, რომელიც დღეს უკვე სხვა ჰიმნით შეიცვალა და კიდე ერთი ცოტა საჩოთირო საკითხი იყო, რაც უკვე 90-იანებში გაირკვა, რომ გერმანიის დროშიდან იყო ფერები ნაწილობრივ მიბაძული და გარდა ამისა ჰიმნი თუ შეგიდარებიათ გერმანიის ჰიმნი და დიდება ერთნაირი დასაწყისი აქვს აბსოლუტურად მუსიკალურად და გერმანია მაშინ ჩვენი მთავარი მოკავშირე იყო მხსნელი ფაქტობრივად და რაღაცნაირად ამით პატივი მივაგეთ გერმანიას, მაგრამ გამოვიდა რომ ჩვენი არ არის ორიგინალური და გადმოღებული. თუმცა დროშას რაც შეეხება არ არის უცხო ქვეყნებიდან აღება მოკავშირეებიდან, მაგალითად სერბეთი, რუსეთის დროშა აქვს ფაქტობრივად წაღებული და უმცროსი ძმები არიან სერბები რუსეთის. თუმცა სიმბოლიკის მიღება გვიან მოხდა, ჩვენ ცოტა ადრიდან 1917 წლიდან დავიწყოთ, როდესაც მოხდა რუსეთის თებერვლის რევოლუცია. ამას ნაწილობრივ შევეხეთ და ვისაუბრეთ. გადადგა მეფე ნიკოლოზ მეორე, მისმა ძმამ უარი თქვა და რუსეთში მოვიდა დროებითი მთავრობა. ორი დროებითი მთავრობა ყავდათ, თუმცა არსი საქართველოსთვის დიდად არ შეცვლილა იქ მთავრობების შეცვლით. დაინიშნა ჩვენთან ოზაკომი, ესეთი კომიტეტი, განსაკუთრებულ საქმეთა კომიტეტი. მასში შედიოდნენ ქართველებიც, აზერბაიჯანელები, რუსი იყო ხატისოვი ხელმძღვანელობდა, მაგრამ ოზაკომი არ იყო ვერ აკონტროლებდა სიტუაციას ბოლომდე, იმიტომ რომ ძალიან დიდი რევოლუცია იყო და არც ცდილობდნენ რომ ბოლომდე ასე ვთქვათ ეცადათ და განეხორციელებინათ. ერთადერთი რაც მათ ძალაუფლებას იჭერდა იყო რუსეთის არმია, რომელიც იმ დროს ფრონტზე იმყოფებოდა ოსმალეთის ფრონტზე, მაგრამ ეს არმიაც არ იყო სანდო, იმიტომ რომ ძლიერი იყო იქ სოციალისტური მოძრაობა, ბოლშევიკური, მენშევიკური და მაინც ბოლომდე სანდო და დასაყრდენი არ იყო. ამიტომ ოზაკომი აქტიურად თანამშრომლობდა ადგილობრივ საბჭოებთან.
ეს იყო ჯარისკაცების და მუშების საბჭო ყველა დიდ ქალაქში. თბილისი იყო რასაკვირველია ცენტრი მოძრაობის, ნოე ჟორდანია იყო თავმჯდომარე, ცნობილი მენშევიკი. ბოლშევიკების საბჭოთა პერიოდში აკრიტიკებენ და აბრალებენ, რომ ის იყო შეურიგდა, მოელაპარაკა, რომ ერთად ემართათ ქვეყანა, აბრალებდნენ სოციალიზმიდან გადახვევას და ჩვეულებრივი ამბავია ნოე ჟორდანიას კრიტიკა. დროებითი მთავრობა და საბჭოები მართავენ სამხრეთ კავკასიას, მაგრამ ქართველებს მაინც არ აკმაყოფილებთ ეს მოცემულობა. ისინი უყურებენ, მომავალშიც იყურებიან, რუსეთსაც აკვირდებიან, ხვდებიან, რომ არის ძალიან კარგი მომენტი იმისთვის, რომ საქართველო მიაღწიოს დამოუკიდებლობას. განსაკუთრებით აქტიურობენ პარტიები, რომლებიც ეროვნულ ნიადაგზე იდგნენ. მენშევიკები არ იდგნენ იმ დროს, 18-ში მე გადავიდნენ, მოუწიათ შეცვლა. ესეთი პარტიები იყვნენ ეროვნულ დემოკრატიული პარტია, ილია ჭავჭავაძის იდეებზე აღმოცენებული და მისდევდნენ კაცრად სწორხაზოვნად შეხედულებებს ეროვნულ საკითხებზე და სოციალ-ფედერალისტთა ძალიან საინტერესო პარტია. მათ მოახერხეს და სოციალიზმი და ეროვნული საკითხი რაღაცნაირად ერთ პარტიაში, ერთ პროგრამაში მოათავსეს და ყველაზე აქტიურად იბრძოდნენ სოციალ-ფედერალისტები, ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს, შემოქონდათ იარაღი, აწყობდნენ გამოსვლებს, ბრძოლებს და ასე შემდეგ. წყალქვეშა ნავითაც კი შემოიტანეს გერმანული წყალქვეშა ნავით მათ იარაღი. აქ ძალიან საინტერესო მომენტი იყო, მიხაკო წერეთელიც კი მონაწილეობდა, ცნობილი მეცნიერი და თვითონ უკვირდა მე რა მინდოდაო იქ როგორ რანაირად მოხდიო, წყალქვეშა ნავით თურქეთიდან გადმოიტანეს საქართველოში და ნავში რო ჩავჯექიო, წყლის ქვეშ მე ჩავიდნენ თავისთავად და იქ იყო ასევე გიორგი მაჩაბელი, ძალიან ცნობილი დიპლომატი და შემდეგ პარფიუმერიის მაგნატი შეიძლება ითქვას. თუ ხსმენიათ გიორგი მაჩაბელის შესახებ, პარიზში მოღვაწეობდა, შემდეგ ამერიკაში. მე მგონი პირველი მილიონერი იყო, არა, სარაჯიშვილი იქნებოდა კიდე. ანუ საბჭოთა მოგვიანო პერიოდის მილიონერი იყო ნამდვილად და იმ დროს მილიონერი ძალიან დიდი სტატუსი იყო, დღეს ბევრია, მაშინ ცოტა იყო. და მაჩაბელზე კიდე ერთი დავამატოთ, კოკო შანელის სადაც ქონდა გახსნილი თავისი ბუტიკი ქვია მე მგონი, პარფიუმერიის სალონი, მის წინ გახსნა თავისი სალონი. თავისი სუნამოების და პრინცი მაჩაბელი ძალიან ცნობილი ბრენდი ქონდა საბჭოთა კავშირშიც შემდეგ აღწევდა და ეს ის გიორგი მაჩაბელი მოკლედ კაცი რომელიც იყო დიპლომატი, თავადი, შემდეგ ქიმიას კარგად სწავლობდა ბავშვობაში და როცა გაუჭირდა ემიგრაციაში გადაწყვიტა რომ დაბრუნებოდა თავის პროფესიას, ძველ გატაცებას და ასეთი გიორგი მაჩაბელიც იყო ამ წყალქვეშა ნავით და მიხაკო წერეთელი იხსენებს რომ როდესაც უნდა ჩავსონიყავი ნავში და წამოსულიყავით საქართველოში რომ ჩავხედეო კიბეს და წყლის ქვეშ იმ სივრცეს, შემეშინდაო და შევდექიო და უკრიდან მომადო რევოლვერი და ჩადიო თორე გესრიო და მივხვდიო რომ ესროდაო და ჩავედიო მართლა არ ესროდა, მაგრამ აჩვენებდა მაჩაბელის ამ მტკიცე ხასიათს. გარდა ამისა, სოციალ-ფედერალისტების მოწყობილი იყო ასეთი დუმბაძე, ცნობილი ავანტიურისტი, მიღებული რუსეთის იმპერიის მაღალ წრეებში და დუმბაძეს დაავალეს რომ უნდა წაეღო ჭურვების ზომა, შეკვეთა გაატანეს მოკლედ ამერიკაში. ჭურვების ზომა იცით რომ მილიმეტრში უნდა იყოს ის რომ ლულაში მოთავსდეს ხო ზუსტად და დუმბაძე თანამშრომლობდა კიდე სოციალ-ფედერალისტი იყო და ჭურვების ზომა მილიონობით მანეთი გაატანეს, ან როგორ ანდეს ესე ერთ ადამიანს, უზარმაზარი პორტფელით, რამდენიმე მილიონი და განსხვავებული ზომები ჩაიტანა, დიდი ზომები. ანუ გერმანიის სასარგებლოდ მუშაობდნენ, იმედი იყო სოციალ-ფედერალისტების რომ დამარცხდება რუსეთი და საქართველო ამ გზით მოიპოვებდა დამოუკიდებლობას და რუსეთში ჩამოვიდა ჭურვები, რომელიც იყო დიდი და ვერ ისროლეს თავისთავად რუსებმა ეს ჭურვები და ფულად წაიღო და საქმე გაუფუჭა რუსეთის არმიას. მოკლედ ეს სოციალ-ფედერალისტები არიან, თან სოციალისტები, თან საქართველოს დამოუკიდებლობაც უნდათ და რასაც ესე ორ სკამზე სხედა შეიძლება ითქვას. ისინიც მონაწილეობენ იმ დროებითი მთავრობის შექმნაში, რომელიც 1917-ში შეიქმნა. რამდენიმე საბჭო იყო, რომ არ დაგაბნიოთ, ერთი იყო ეროვნული საბჭო, ეს არის ძირითადი ქართული საბჭო, რომელმაც გასტანა 1919 წლამდე. 1919-ში შემდეგ აირჩიეს უკვე პირველი არჩევნებით ქართული პირველი პარლამენტი, დამფუძნებელი კრება. იქამდე ეროვნული საბჭო იყო, ასე ვთქვათ,
მთავრობის შემცვლელი, მთავრობის როლის შემსრულებელი, შედიოდნენ მასში სხვადასხვა ქართული პარტია, მათ შორის თავისთავად უპირატესობა ჰქონდათ სოციალ-დემოკრატ მენშევიკებს, შედიოდნენ სოციალ-ფედერალისტები, ეროვნულ დემოკრატები, ბოლშევიკებმა უარი თქვეს რასაკვირველია, იმიტომ რომ ჯერ ერთი არაპოპულარულები იყვნენ და რომ შესულიყვნენ ეკრემოდათ სულ რამდენიმე მანდატი, ვერაფერს შეცვლიდნენ და თან მათი ტაქტიკა, რომ არანაირი არჩევნები, აჯანყება, რევოლუცია და ასე მოსვლა ქვეყნის ხელისუფლებაში. ეროვნული საბჭოს გარდა კიდევ იყო შემდეგ ამიერკავკასიის კომისარიატი, ეს იყო ასევე ოფიციალური ორგანო, ეროვნული საბჭო იყო მაინც ქართველების შეთანხმებით შექმნილი საბჭო. ეს კომისარიატია. კომისარიატი შეიქმნა ამიერკავკასიის სახელით გვეუბნება, 3 ქვეყანა მონაწილეობდა მასში. საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი, შევიდა რამდენიმე მინისტრი, აგრე მინისტრთა კაბინეტი დაინიშნა. ხელმძღვანელი იყო ევგენი გეგეჭკორი, ძალიან ცნობილი სოციალ-დემოკრატი, აკაკი ჩხენკელი მონაწილეობდა, ისიც შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრი, გერმანიაში ელჩი, ძალიან ცნობილი პოლიტიკოსი. და დანარჩენი სია გვაქვს მოცემული, იყვნენ შალო ალექსიშვილი, მესხიშვილი, იუსტიციის მინისტრი, იყო სოციალ-ფედერალისტი და შემდეგ მენშევიკებმა დატოვეს ის ასევე იუსტიციის მინისტრად. ძალიან კარგი მაგალითია, რომ მენშევიკებმა 2 მინისტრი 1918 წელს ყავდათ სოციალ-ფედერალისტი. ამით აჩვენებდნენ, რომ შეიძლება თანამშრომლობა და რაღაცნაირად პარტიას, რომელიც იყო მეორე თავისი გავლენით, მასაც აძლევდნენ პორტფელს მინისტრის და საშუალებას, რომ მიეღოთ მონაწილეობა მართვაში. ოზაკომი დაიშალა მას შემდეგ, რაც გადადგა დროებითი მთავრობა, უпроსტოდ ლენინმა დაამხო. რუსეთში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება, რასაკვირველია ოზაკომს არანაირი საფუძველი აღარ გააჩნდა და შეწყვიტა არსებობა, გაუქმდა. ამის შემდეგ ამიერკავკასიის კომისარიატი ხდება უკვე ერთი მთავარი წარმმართველი ძალა. ოღონდ სოციალ-ფედერალისტებს შემდეგ აკრიტიკებდნენ, რომ ფედერალისტები ითხოვდნენ, რომ ეს არის უსაფუძვლო, არ აქვს მას დიდი მომავალი, იმიტომ რომ შედის 3 რესპუბლიკა. საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანი, როგორც უკვე ვთქვით, და თავისთავად გასაგებია რა წინააღმდეგობები ამ რესპუბლიკებს შორის. ეს არის ეროვნული საკითხი, ეს არის რელიგიური საკითხი, ეს არის საგარეო ორიენტაციის საკითხი. შემდეგ ძალიან მკვეთრად დადგა ეს საკითხი, რომ როდესაც ოსმალეთი შემოიჭრა 1918-ში საქართველოში, ქართველები განსაკუთრებით თხოვდნენ, რომ დამორჩილებოდნენ ომამდელ საზღვარს და პირობებს, არ მიეღოთ ბრესტის ზავი. ბრესტის ზავით რუსეთმა დათმო ნახევარი კავკასია. ლენინს რა ადარდებდა ახლა საქართველოს საკითხი დიდად არ აწუხებდა და აზერბაიჯანს აწყობდა ეს შეთანხმება, იმიტომ რომ აზერბაიჯანს არაფერი ეხებოდა ამ ზავით. ეხებოდა საქართველოს და სომხეთს. არადა ერთი სახელმწიფო აქ იდეაში, ფედერაცია. თან აზერბაიჯანი ისედაც იყო ოსმალური ორიენტაციის, მაშინაც იყო თავისთავად პანთურქული იდეა ოსმალეთის დიდი იმპერიის ჩამოყალიბების და აზერბაიჯანი თავს მოიაზრებდა ამ არეალში. სომხეთი იყო ბრიტანული ორიენტაციის. თავიდანვე სწორად გათვალეს, მაგრამ ჩვენი გათვლა გერმანიაზე რატომ იყო სწორი და შემდეგ გამოჩნდა, რომ თურმე არასწორი იყო. უბრალოდ არის ზოგჯერ ვითარება, როდესაც უბრალოდ სხვა არჩევანი არ გაქვს და გამოსავალი და თუ იმ მომენტში იმ ნაბიჯს არ გადადგამ, მაშინ შეიძლება მომავალში საერთოდ ნაბიჯის გადადგმის საშუალებაც არ მოგეცეს. გერმანიაზე აქცენტი რატო გაკეთდა? იმიტომ რომ ძალიან მარტივი გათვლით, რუსეთი იყო საქართველოს დამპყრობი და მტერი, რუსეთის მტერი იყო გერმანია და ძალიან სწორი გათვლა იყო, რომ რუსეთის დამარცხებით ჩვენი თავისუფლება იქნებოდა ადვილი მოსაპოვებელი. ჩვენ თუ გვექნებოდა ბრიტანეთზე სწორება და ბრიტანეთის მოკავშირე გავხდებოდით, ბრიტანეთი იყო რუსეთის მოკავშირე და არანაირი გათვლით ეს ჩვენ დახმარებას არ მოგვიტანდა, იმიტომ რომ მოკავშირეები თუ არიან, რატო წაართმევს თავის მოკავშირეს ტერიტორიას. ხო, ისტორიაში 1000 უსამართლობა და არაორდინალური ფაქტები ხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმ მომენტში ესეთი გათვლა იყო და შესაბამისად გერმანიაში ძალიან კარგი კავშირები ჰქონდათ სოციალ-ფედერალისტებს, ეროვნულ დემოკრატებს და შემდეგ, როდესაც ოსმალეთი შემოიჭრა, ეს ხდებოდა 1918 წლის აპრილში, რუსეთის ჯარი ფაქტობრივად აღარ არსებობს. გაიწვიეს უკან რუსეთში, ესეც ძალიან დიდი საფრთხე იყო, იმიტომ რომ უმართავი მასა წამოვიდა საზღვრიდან თბილისის გავლით და მენშევიკებმა ძალიან კარგად იმოქმედეს, ძალიან ორგანიზებულად, განაიარაღეს და მატარებლებით გაუშვეს მიყოლებით 10,000-ობით ადამიანი რუსეთში.
მაგრამ ამას მოყვა მეორე ძალიან ცუდი გაგრძელება ოსმალეთს წინ, ესე იგი, რუსეთის ჯარი აკავებდა ოსმალეთს. ერთმანეთის წინ დგას ორი არმია, რუსეთის ჯარი გაბრუნდა უკან და დარჩა მხოლოდ ოსმალეთის ჯარი. საქართველოს საზღვართან. თავისთავად ოსმალეთს რა შეაჩერებდა, ისე დასთვრიდნენ რომ საქართველო მათი უნდა იყოს. შემოიჭრა, დაიკავა ბათუმი, დაუკლარჯეთის დიდი ნაწილი, ბორჯომამდე მოვიდნენ, ახალციხე, ახალქალაქი, მათ შორის თავისთავად ჯავახეთიც წაიღო. რამდენჯერმე გაგზავნეს ქართველებმა იგივე ევგენი გეგეჭკორი, აკაკი ჩხენკელი, იყო ტრაპიზონის მოლაპარაკება, იყო შემდეგ ბათუმის კონფერენცია, თან მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თან ომი. ასეთი უცნაური სიტუაცია. ოღონდ აქ როგორ იყო რომ ოსმალები ფიქრობდნენ რომ მოლაპარაკება როგორც დამთავრდებოდა იმ მომენტში, რასაც დაიკავებდნენ, ფიქრობდნენ რომ ეს შერჩებოდა შემდეგ და ამიტომ არ ჩერდებოდა შეტევა. ქართველებიც იბრძვიან, ძირითადად მოხალისეები, იყვნენ დემობილიზებული ჯარისკაცები, პირველი მსოფლიო ომის მონაწილეები. ოღონდ თავისთავად ეს არ იყო მაინც რეგულარული არმია და აკავებდნენ, ოღონდ ძალიან უჭირდათ და უკან იხევდნენ. ბორჯომთან რომ მოვიდნენ, ოსმალების მიზანი იყო თბილისი და ამ დროს იყო ასეთი ფონ ლოსოვი, გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელი, გენერალი ფონ ლოსოვი. მას მიმართეს თხოვნა ვედრებით ქართულმა დელეგაციამ, გეგეჭორმა კონკრეტულად, რომ დახმარებოდნენ საქართველოს. ფონ ლოსოვი არ იყო წინააღმდეგი, იმიტომ რომ გერმანიას თავისი ინტერესები ჰქონდა, მაინც და მაინც ოსმალეთი კი მოკავშირეა გერმანიის პირველ მსოფლიო ომში, მაგრამ კავკასია იცით, რამხელა დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა. იმ დროს განსაკუთრებით ბაქოს ნავთობი საქართველოს გავლით გადიოდა შავ ზღვაში. და რატომაც არა გერმანიას სურდა რომ ეს გზა მისი ყოფილიყო, თან მაინც ძველი კავშირები რაც ჰქონდათ ქართველებს გერმანიასთან, ესეც მუშაობდა. ამიტომ ფონ ლოსოვმა გერმანიის წინადადება გააცნო, რომ თუ კი დაეხმარებოდა საქართველოს, რა ფორმით და ვის დაეხმარებოდა. ამ დროს ჩვენ გვაქვს სახელმწიფო ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკა. თავისი სამი რესპუბლიკით, სომხები როგორც თქვით იყვნენ ბრიტანეთის მოკავშირეები, ყოველ შემთხვევაში ცდილობდნენ ქონოდათ კავშირი. აზერბაიჯანი იყო ოსმალეთის და თუ კი გერმანელები ოსმალეთს შეაჩერებდნენ, გამოვიდოდა რომ ისინი აჩერებენ იქ შემავალი აზერბაიჯანისთვისაც, სომხეთისთვისაც და სომხეთს არ დაეხმარებიან, იმიტომ რომ ის არის ბრიტანეთის მოკავშირე, ესე იგი მტრის მოკავშირეა. აზერბაიჯანი არის ოსმალეთის მოკავშირე და რატო უნდა გააჩერონ? ამიტომ შესთავაზეს რომ ჩვენ დავეხმარებით ოღონდ მხოლოდ საქართველოს. თუ კი საქართველო იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო, დავეხმარებით. ესე იგი, გამოვიდა რომ გერმანელების მოთხოვნით გამოცხადდა პირველი რესპუბლიკა. მეშევიკები ამ დროს აღარ იყვნენ ამის წინააღმდეგ, მანამდე ძალიან ესეთი დამოკიდებულება ჰქონდათ, განსაკუთრებით მე-20 საუკუნის დასაწყისში, ესეთი სტანდარტული სოციალისტები იყვნენ, რომ ეროვნება არ უნდა იყოს, მთელი მსოფლიო გაერთიანდეს, სოციალიზმი იყოს, კოსმოპოლიტიზმი და ოღონდ 10-იან წლებში გადაიხედა ეს შეხედულებები და თან ბოლშევიკებს რაც უფრო შორდებოდნენ, მით უფრო კარგად ხვდებოდნენ, რომ რაღაცა ჩიხია და თან საქართველოში ამ პატარა ქვეყანაში შენ ამტკიცო, რომ ეროვნება არ უნდა არსებობდეს, უბრალოდ გაქრობას გამოიწვევს. ეს შეიძლება ამტკიცო შენ ძალიან დიდ რუსეთში, მაგალითად გერმანიაში, რომელიც არის უზარმაზარი სახელმწიფო, უზარმაზარი ეთნოსები და როცა პატარა ქვეყანაში ამბობ რომ ეროვნებას არ აქვს მნიშვნელობა, მაშინ რაღაც აქვს იმ ქვეყანაში მნიშვნელობა და ძალაუნებურად გადმოვიდნენ ეროვნულ ნიადაგზეც დადგნენ. და 26 მაისს საბოლოოდ გადაიხარნენ და შექმნეს დამოუკიდებელი პირველი ქართული რესპუბლიკა. აქ რასაკვირველია, ფედერაციასთან იყო საჭირო მოლაპარაკება, აზერბაიჯანს სომხეთთან, თბილისში იყო თავისთავად ცენტრი, თავისთავად რატო თქვი, მეფის ნაცვალის თბილისში იყო და კავკასიის ცენტრად მოიაზრებოდა. 26 მაისს დილით მოიწვიეს ფედერაციის საბჭოს ბოლოყრილობა და გამოცხადდა ფედერაციის გაუქმება. ეს ხდებოდა 26 მაისს დილით. იმავე დღეს შუა დღეს საჩქაროა საქმე, იმიტომ რომ ოსმალეთი არ ჩერდება. იმავე დღეს შუა დღეს გამოაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს გეგეჭკორი და ჩხენკელი. დამოუკიდებლობის აქტი ზოგჯერ ერევათ ხოლმე 1919 წელს პარლამენტმაც გამოსცა დამოუკიდებლობის აქტი. ის იყო ნამდვილი უკვე ოფიციალურად არჩეული პარლამენტის დამოუკიდებლობის აქტი. ეს არის ასე ვთქვათ პირველი 26 მაისის. მასში განისაზღვრა ჩვენი ქვეყნის მოწყობაც, ფორმაც და
თავისუფლებისადმი მისწრაფებაც და მისი საფუძვლები თუ რატო უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და შუა დღეს დაახლოებით 5 საათზე ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით გამოცხადდა დამოუკიდებლობა. შემდეგ რუსთაველზე გოლოვინის პროსპექტი ერქვა ჯერ კიდევ გამოვიდა მეფისნაცვლის სასახლიდან დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე და აივნიდან მიმართა ხალხს და ახარა დამოუკიდებლობის აღდგენა. უკვე იყო ეს ხმები გავრცელებულნი, ძალიან ბევრი ადამიანი შეგროვდა, ზემოთ ქუდებით ისროლეს, ყიჟინა, ოვაციები, სეირნობა შემდეგ თელეღამე სეირნობდნენ თურმე და აღნიშნავდნენ დამოუკიდებლობას. მაგრამ გამოცხადება ყველაზე ადვილია პრინციპში, იმიტომ რომ უამრავი პრობლემა იყო, რომელიც ზოგი მოგვარდა, ზოგი ვერ მოგვარდა ამ 3 წელიწადში და გადავიდეთ უკვე დამოუკიდებლობის წლებზე. ხო აი თესეუს ფოტოა და სანამ თესეუსზე გადავალთ, ოსმალეთთან რასაკვირველია დამოუკიდებლობის გამოცხადებით ახალი საფეხური დაიწყო ეტაპი ურთიერთობის. დაიდო შეთანხმება, ბათუმის საზავო მოლაპარაკება იყო, მაისში დაიწყო, ივნისში გაგრძელდა უკვე დამოუკიდებელი საქართველო. გერმანია რასაკვირველია ოსმალეთს თხოვდა რომ არ დაეპყრო საქართველო, მაგრამ ოსმალეთმა მაინც მიიღო ჩოლოქის ჩათვლით და აბასთუმნამდე. ესე იგი, ჯავახეთი და აჭარა წაიღო ოსმალეთმა. ოქტომბერში დაიბრუნა საქართველომ, როდესაც პირველ მსოფლიო ომში დამარცხდა ოსმალეთი და დატოვა ოკუპირებული ტერიტორიები, ასე რომ მაინც ნახევარი წელი რაღაცა ტერიტორია, გარკვეული ტერიტორია მიიღო. ძალიან ბევრი სიახლე განხორციელდა ამ პერიოდში 18-დან 21 წლამდე. თესეუს დაარსებამ გაასწრო საქართველოს დამოუკიდებლობას 1918 წლის თებერვალში. მანამდე ავტოკეფალია გამოცხადდა 17-ში, ესეც ასე ვთქვათ პირველი მერცხალი, რომელმაც ამცნო საეკლესიო დამოუკიდებლობა. ეს არის ის ტერიტორია, ვარაზის ხევი არის მარცხენა ფოტოზე, ხიდი რომ არის გადებული. შემდეგ საბჭოთა პერიოდში ამოავსეს და მივიღეთ თანამედროვე ვარაზის ხევი ჭავჭავაძე. ძალიან დიდი პერიპეტიები იყო მისი დაარსებაც. მე-19 საუკუნეში ოცნებობდნენ, რუსეთი არ აძლევდა ამ საშუალებას. შემდეგ ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ააგეს პირველი კორპუსი, ისე გარდაიცვალა ვერ მოესწრო, გაიხსნა შემდეგი გიმნაზია, სასწავლებელი, პირველი მსოფლიო ომის დროს ჰოსპიტალი გაკეთდა და იცით ალბათ რომ ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა პირველი კორპუსის შენობაში, ჰოსპიტალი რომ იყო და 1918 წელს გამოცხადდა პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსება. პროფესორები, რომლებიც არიან დამაარსებლები, ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე. პირველი რექტორი გახდა პეტრე მელიქიშვილი, ოდესაში იყო ქიმიკოსი, პროფესორი, ძალიან ავტორიტეტული მეცნიერი, მოიწვია ივანე ჯავახიშვილმა. რასაკვირველია, ივანე ჯავახიშვილის შესთავაზეს რექტორობა ოღონდ უარი თქვა და პეტრე მელიქიშვილი გახდა პირველი რექტორი. თუმცა მალე გარდაიცვალა, ასაკოვანი იყო იმ დროისთვის და მეორე რექტორი მაინც ივანე ჯავახიშვილი გახდა, ასე რომ მაინც ვერ გაექცა ამ მისიას. შემდეგ საბჭოთა კავშირი როცა შემოვიდა, დამყარდა აქ წითელი ხელისუფლება, გადააყენეს ივანე და გაგრძელდა შემდეგ სხვა რექტორებით. ამ პერიოდში განათლებას ექცევა ძალიან დიდი ყურადღება, სკოლები გაიხსნა, წერა-კითხვის სოციალისტები, ესე იგი მენშევიკებს ბევრი რამ ჰქონდათ ძალიან კარგი სოციალიზმიდანაც. მაგალითად, საყოველთაო განათლება, ქალის და კაცის უფლებების გათანაბრება, რაც იმ დროის მსოფლიო სამყარო ქვეყნებშიც კი არ იყო ჯერ და საარჩევნო ხმის უფლება ქალებს თითქმის არ ჰქონდათ არც ერთ ქვეყანაში. ჩვენთან მაშინვე არათუ არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ, ქალი დეპუტატებიც აირჩიეს, შევხედოთ. 5 ქალი დეპუტატი წარმოუდგენელი არიან: ანა სოლოღაშვილი, ელისაბედ ბოლქვაძე, მინადურა ტოროშელიძე, ქრისტინე შარაშიძე, ელეონორა ფარსეგოვა. ასევე ჩვენ გვყავს თბილისის საბჭოს პირველი ქალი დეპუტატი, საკრებულოსი, ასე ვთქვათ, იყო მუსულმანი და საერთოდაც პირველი მუსულმანი ქალი დეპუტატი არის მსოფლიო ისტორიაში და ამით თანაჩვენებდნენ, როგორი დემოკრატიულები იყვნენ და მართლა თანასწორობა ჰქონდათ და კარგი იყო, თავისთავად კარგი მაჩვენებლები. შეგვიძლია ჩვენ ვახსენოთ ცნობილი დელეგაცია, ცოტა გვიან ჩამოვიდნენ, მაგრამ ნივაბად ბარემ.
1920 წელს თბილისს საქართველოს ეწვია ძალიან ესეთი დელეგაცია წარმომადგენლობითი მარტო მაკდონალდი რომ დავასახელოთ ბრიტანეთიდან პრემიერ-მინისტრი გახდა შემდეგ ბრიტანეთის ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი კაუცკი რომელიც ცოტა მოგვიანებით ეწვია საქართველოს ძალიან ცნობილი მოღვაწეები საფრანგეთიდან იყო ასევე ერთ-ერთი ლიდერი სოციალისტური პარტიის ესენი არიან სოციალ-დემოკრატები მეორე ინტერნაციონალი როგორც უწოდებდნენ ესე იგი ესენი არ არიან ბოლშევიკები ბოლშევიკების გზა ევროპაში დაიგმო ასე ვთქვათ და არ იყო მისაღები ჩამოვიდნენ ქება დიდება შეასხეს უკან დაბრუნებულებმა საგაზეთო სტატიები იქნებოდა, ინტერვიუები იქნებოდა და ეს არის ასე ვთქვათ პირველი ფართე ცნობადობა საქართველოსი, იმიტომ რომ რამდენიმე ქვეყნიდან იყვნენ და გაიტანეს თუ როგორი კარგი სახელმწიფო მოაწყეს საქართველოში სულ რაღაც 2 წლის განმავლობაში. მიუხედავად იმ პრობლემებისა, პრობლემები ძალიან ბევრი ჰქონდა, ესე იგი მაისში გამოაცხადეთ დამოუკიდებლობა და დეკემბერში ვიომეთ სომხეთთან. იმავე წელს, მომდევნო წელს ვიომეთ დენიკინის ჯართან, ბოლშევიკებთან, 20-ში შემდეგ აზერბაიჯანთან, ოღონდ ეს უკვე წითელი ბოლშევიკების აზერბაიჯანი იყო. ძალიან ბევრი აჯანყება ბოლშევიკების დაგეგმილი, საბოლოო ჯამში ბოლშევიკური პარტია აიკრძალა. და ძალიან ბევრი მოღვაწე ციხეში ჩასვეს, ბევრი გააძევეს, მაგალითად მიხა ცხაკაია ციხეში ყავდათ ჩასმული, მეტეხის ციხეში და სტალინი განსაკუთრებით ბობოქრობდა და ითხოვდა რომ გამოეშვათ მიხა ცხაკაია, თავის მასწავლებელს ეძახდა სტალინი ცხაკაიას და ერთი ესეთი ისტორია ცხაკაია მოსკოვში 20-იან წლებში რომ ჩავიდა დახვდნენ იქაური ქართველები თავისთავად მერე სულფარა დალევა და სტალინი ეწვია საღამოს ოთახნით შეირბინა თურმე და ცხაკაია ადღერძელა რომ ჩემი მასწავლებელი ხარო უთხრა და ცხაკაიამ უთხრა შენ ყველა მასწავლებელს აჯობეო ისეთი დიადი ხარო და ესეთი გასვლა თავაზიანობის და ცხაკაი არის ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი რომელიც არ დახრიტეს სტალინის 37 თუ მოგვიანო პერიოდში და მართლა უყვარდა მოგდეთ მიხა ცხაკაიამ თუმცა დაუბრუნდეთ ამ დელეგაციასთან დელეგაციის ვიზიტმა აჩვენა რომ ევროპა მზად არის მიიღო საქართველოს ეს ახალი სახელმწიფო თუმცა როდესაც ერთა ლიგის ხდომა გაიმართა, იქ უარი ითქვა და ამაზე მიზეზებზე შემდეგ ვისაუბროთ. საქართველოს რესპუბლიკა მაის დამოუკიდებლობის აქტი 19-ში მოაწერეს ხელი უკვე არჩეულმა პარლამენტმა. პარლამენტის სპიკერი გახდა კარლო ჩხეიძე, ჩვენ ვისაუბრეთ რევოლუციის პერიოდზე კარლო ჩხეიძეზე, კიდევ მოკლედ შეგახსენებთ. ის იყო ერთ-ერთი გამორჩეული სოციალ-დემოკრატი, იყო პეტერბურგის მუშათა ჯარისკაცთა საბჭოს ხელმძღვანელი და პრინციპში რუსეთში ალბათ ყველაზე გავლენიანი სოციალისტი. ლენინი ამ დროს არ იყო რუსეთში და თან არც იყვნენ პოპულარულები, ასე რომ კარლო ჩხეიძე ძალიან დიდ როლს თამაშობდა, მაგრამ რატომღაც ბოლომდე ვერ მიიყვანეს, ძალიან ბევრს მსჯელობენ, ფიქრობენ, როგორ მოხდა, რომ ბოლშევიკების პატარა არაპოპულარულმა პარტიამ მოახერხა და მოიპოვა ხელისუფლება და შემდეგ წარმატებით შეინარჩუნა. შეიძლება მოიპოვო, მაგრამ დაცვა ხშირად უფრო რთულია, ვიდრე რაღაცის მიღწევა და მოპოვება და არ არის ესეთი ცალსახა პასუხი. მათმა აქტიურობამ, აგრესიულობამ, კარგმა პროპაგანდამ და დემაგოგიამ, რაც მთავარია, ძალიან კარგად ეხერხებოდა ტყუილების გავრცელება, შეფუთვა, მოტყუება ადამიანების. კეთილსინდისიერი პოლიტიკოსები მაშინდელი პროპაგანდას ყველა იყენებდა, მაგრამ ზომიერად. არც ცდილობდნენ რომ ადამიანები რაღაცა ზღაპრებში დაეჯერებინათ, იმიტომ რომ გათვლა როგორია რომ შენ თუ კი ზღაპრებს მოუყვები, მე ხომ მოუწევს დრო, როდესაც შენ მოგთხოვენ პასუხს და თვლიდნენ რომ არ მოვატყუოთ რაღაც ზომიერად და ბოლშევიკებს ეს არ აინტერესებდათ, ატყუებდნენ ძალიან აშკარად და ღიად და ხალხი იჯერებდა ამ ტყუილს. აი მაგალითად, ცნობილი ლოზუნგი ფაბრიკა ქარხნები მუშებს, მიწა გლეხებს. არა და პირიქით გამოვიდა, რაც ჰქონდათ ის მიწაც კი წაართვეს გლეხებს და ფაბრიკა ქარხნები მუშებს კი არა და სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდა. ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომ იჯერებდა ხალხი ისეთ ტყუილს, რომელიც მათთვის კარგი იყო, მოსაწონი იყო და მეშევიკები რომ მეუბნებოდნენ რომ აი მოგცემთ მიწას, მაგრამ ცოტას ეს არ მოწონდათ ერთშიათ ის ტყუილი რომ აი ისინი მთლიან მიწას მოგცემენ და ჩვენ ვიქნებით ბატონ პატრონები. აი ესეც არჩევნების შედეგები 80%-მდე აიღო სოციალ-დემოკრატიულმა მენშევიკურმა პარტიამ, სოციალ-ფედერალისტები შევიდნენ, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. განსაკუთრებული ოპოზიცია იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, კედია იყო
თავმჯდომარე ძალიან ისეთი რომ ნახოთ აქტიურად აკრიტიკებდა, აგრესიულად აკრიტიკებდა, ძალიან ბევრ გადაცდომაში ადანაშაულებდა, მაგალითად აბრალებდა რომ გენერლებსაც მენშევიკები ნიშნავთო პარტიული ხაზით და არა მათი პროფესიონალიზმის თუ დამსახურებით და მაშინდელი ცნობილი ფრაზა არის რომ კვინიტაძემ უპასუხა, მაზნიაშვილმა უპასუხა რომ როცა სთხოვეს რომ თავისი პარტიული კუთვნილება დაესახელებინა, მაზნიაშვილმა უთხრა რომ მე არც მენშევიკი ვარ, არც ბოლშევიკი ვარ, მე ვარ საქართველოს გენერალი, როგორ შეიძლება გენერალს სთხოვდე პარტიულობას, მაშინაც კი ხდებოდა ზოგიერთი პარტია და თვითონ გენერლები რაც მთავარია. კვინიტაძე იყო ძალიან გამოცდილი გენერალი, გაგვიმართლა იმ ხრივ, რომ ჩვენ მივიღეთ პირველ მსოფლიო ომში გამოწვრთობილი გენერლები, ყველა ქართველი გენერალი იმ პერიოდის იყო ნაომარი იმ უზარმაზარ ომში და ძალიან კარგი გამოცდილებით, ცოდნით, საკმაოდ კარგი ჯარი ააწყო მაშინ საქართველომ, არ დავივიწყოთ ვალიკო ჯუღელი, რომელმაც შექმნა პირველი გვარდია, ეს იყო პირველი ქართული ჯარი და მერე შექმნა რეგულარული არმია. მოგვიანებით რაღაცნაირი უცნაური მომენტი იყო, რომ თითქოს ორი ჯარი არსებობდა, გვარდია და ოფიციალური ჯარი, თავდაცვის სამინისტროსი. გვარდია მიიჩნეოდა როგორც პარტიული, იმიტომ რომ მენშევიკების ერთგული დანაყოფები იყვნენ და დარჩა პარტიულ დანაყოფებად და უარს ამბობდნენ თავდაცვის სამინისტროსთან დაქვემდებარებაზე და ჯუღელი ბოლომდე იცავდა ამ თავის ეროვნულ გვარდიას. პარლამენტში თავისთავად იყო ძალიან ცხარე დებატები, ხშირად დისკუსია რამდენჯერმე ჩხუბშიც გადაიზარდა, ესეთი ცნობილი ისტორია, შალვა ნუცუბიძე გალახეს ერთხელ და ჩხუბი მოხდა და შალვა ნუცუბიძე ცნობილი მეცნიერი, რომელიც როდესაც ბათუმიდან გემები გავიდნენ და მთავრობა გაყვა, დარჩა ბათუმში. ტრაპთან იდგა დიდხანს იფიქრა და არავიდა გემზე და დარჩა საქართველოში. ძალიან ბევრი ქართველი დარჩა, თუმცა ეს ცოტა შემდეგ მოგვიანებით ხდება და მე კიდე ვისაუბროთ ამაზე. ამ პერიოდში აგერ ეს ქალთა ხმა, რადგან პარლამენტზე ვსაუბრობთ, კონსტიტუციაშიც შევიდა, რომ ორივე სქესის მიუხედავად 19 წლიდან ითვლებოდა რომ ეს უკვე სრულწლოვანება 19 წელი მაშინ და ყველას ჰქონდა უფლება მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. ქალებს ხმის უფლება მიეცათ გერმანიაში და საქართველოში ერთდროულად 19-ში, პოლონეთში 18-ში იყო, ახალმა ზელანდიამ ყველას აჯობა და 93-ში 1800. ამერიკაში 1920-ში მისცეს უფლება, მაგრამ ირლანდიაში და საფრანგეთში საერთოდაც მეორე მსოფლიო ომის ბოლოს მისცეს ამისი ნებართვა. ასე რომ მართლაც მოწინავე იყო ქართული დემოკრატია და არ არის ეს ესეთი გაზვიადებული ნათქვამი. ეკონომიკას რაც შეეხება, ძალიან მძიმე ვითარება იყო, იმიტომ რომ ბევრი ფაქტორი განაპირობებდა. ერთი, ეს არის პირველი, ეს არის მსოფლიო ომის, ხო, პირველი მსოფლიო ომის ფაქტორი. უზარმაზარი ომი, სამხედრო რელსებზე გადართული ეკონომიკა, ყველაფერი კეთდებოდა ფრონტისთვის. ასეთ ვითარებაში ძალიან რთულია მით უმეტეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ძალიან ესეთი ღირსშესანიშნავი ამბავია, რომ ილია ჭავჭავაძემ, გეკრებათ განაგონი, ბანკის ქონება იყო თუ არ სწორად მახსოვს 26 მილიონი ოქროს მონეტი დაუტოვა ანდერძით კოტე აფხაზს, რომელიც იყო ილიას დისშვილი, გენერალი, ძალიან დიდი მოღვაწე, დახვრიტეს 23-ში ბოლშევიკებმა. ანდერძი დაუტოვა ესეთ სახით, რომ როდესაც საქართველო გახდება დამოუკიდებელი, გადაეცით სახელმწიფოს და ბიუჯეტი, პირველი ბიუჯეტი იყო ილიას დანატოვარი ეს ქონება. ესე იგი, სიკვდილის შემდეგაც ილია საქართველოს საქმეს აკეთებდა ბევრ 1000 ადამიანზე მეც და აი აქედან დაიწყო პირველი ბიუჯეტის შევსება, არადა ბიუჯეტის გარეშე, ფინანსების გარეშე ხელფასებია გასაცემი, ყველაზე მინიმუმ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავდაცვისთვის იარაღი შესაძენი, ჯარი და ასე შემდეგ, ხომ? ქართული ფულიც დაიბეჭდა, ეს პირველი ქართული ქაღალდის ფული, მანამდე მონეტები ჰქონდა. ბონინ მონეტი ქვია, ბონი დროებით ფულს ნიშნავს. 500 მონეტიანი ყველაზე მაღალი ნომინალი იყო და 21-ში დაიბეჭდა 5000 მონეტიანი. განიცდიდა ძალიან მძიმე ინფლაციას, ეკონომიკა როგორც იყო, ისე ფულით შესაბამისად. ოღონდ თუ დაგამშვიდებთ, აზერბაიჯანს სომხეთს ვჯობნიდით, მაინც და იქ უფრო
მეტი ინფლაცია იყო იქ და ჩვენ რაღაცნაირად კიდევ ვიჭერდით მეტნაკლებად. მთავარი შემოსავალი ბიუჯეტის იყო ჭიათურის მანგანუმი, ეს ლეგენდარული და ცნობილი. დღესაც გამოიყენება თავისთავად სამხედრო მრეწველობაში, ავტოინდუსტრიაში. მაშინ იყო ეს მანგანუმი, ესე იგი მსოფლიო ბაზრის 30-40% იყო ქართული მანგანუმი, მსოფლიო ბაზრის. და ბიუჯეტის არ მახსოვს რაღაც 50-60% ივსებოდა აი ამ მანგანუმით და იყო ძალიან დიდი წარმოება. დღესაც იცით რომ მუშაობს და როგორ მუშაობს სხვა საკითხია. გატარდა მიწის რეფორმა, ძალიან დროული, ძალიან საჭირო. 100,000 მიწის ნაკვეთი, ხო, მეორე მხარე ბარემ თქვათ, რომ ჩამოართვეს თავადაზნაურობას და ეკლესიას მიწის ნაწილი, ეკლესიას პრინციპში მთლიანად ჩამოართვეს და იმიტომ რომ სოციალიზმია და ვერ გავექცევით ამ მომენტს და მათი კრიტიკა შეიძლება დრო და დრო აი ამ კუთხითაც ხდება, რომ მორწმუნე საზოგადოებისთვის მიუღებელია მათი რელიგიური პოლიტიკა. 100,000 ადამიანს, 100,000 გლეხს დაურიგეს მიწის ნაკვეთები პირად საკუთრებაში. ეს იყო ძალიან დროული, იმიტომ რომ დემობილიზაციის შემდეგ, ესე იგი 200,000 ქართველი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში და დაახლოებით 100,000 დაბრუნდა უკან. მათ უმეტესობას არაფერი არ გააჩნდა და მათ უმეტესად დაურიგეს ეს მიწის ნაკვეთები და ძალიან სწორი იყო ეს ამბავი. თან ბოლშევიკები დასონსუნებდნენ სოფელ განსაკუთრებით და როგორია გაჭირვებულ ქვეყანაში ნებისმიერი სიტყვა და დაპირება ძალიან ისე კარგად ჟღერს, ხმამაღლა ჟღერს და ეს რომ არ გაეკეთებინათ, ჩათვალეთ რომ ის 100,000 ახალგაზრდა პირდაპირ ბოლშევიკურ არმიაში ჩადგებოდა. სხვათა შორის მე ფილიპე მახარაძემ წუხდა მოგვიანებით დაწერა რომ რისი იმედი ქონდა და გულდაწყვეტით იძახის რომ ეს არის ჩვენი უბედურების სათავეო რომ 21-ში გამოვიდა რომ დავიპყარით საქართველოს რუსეთის არმიით, ელოდნენ რომ აჯანყება იქნებოდა, იყო ძალიან ესეთი უმნიშვნელო წილი აჯანყების პირიქით, ძალიან ბევრი იბრძოდა მე-11 არმიის წინააღმდეგ და აქედან მოდისო შხამიოდა ჩვენი უბედურების ეს მთელი ამბავი რომ მაინც რუსულ ჯარზე გამოვიდა და დაპყრობად გამოვიდა, თვითონაც ვერ გაექცნენ რომ ეს იყო დაპყრობა. მაშინდელი ბოლშევიკების წამყვანი ვინც იყვნენ ბარემ გეტყვით, ესე იგი შულავერის მთავრობა, იგივე რევოლუციური კომიტეტი, ძალიან ცნობილი კომიტეტი, პირველ რიგში ალბათ იმით ვიცით, რომ მოღალატეების ეს სინონიმად იქცა ბევრი მათგანის სახელი, გვარი, ხო სახელმა არა დააშავა, სახელგვარი ერთად. ფილიპე მახარაძე, გიორგი ელისაბედაშვილი მოგვიანებით დაამატეს, სტალინს რომ გააცნეს კომიტეტის შემადგენლობა, დაიწუნა და დაამატეთო აუცილებლად სხვადასხვა ეროვნების ადამიანებიც. ერთი იყო აზერბაიჯანელი, აქ არ მაქვს მე მგონი შეტანილი, ნაზარეთიანი, ერთი იყო აზერბაიჯანელი და ასეთი ძალიან საყურადღებო რაღაც თქვა, რომ მენშევიკების მთავრობა უმეტესად გურულები არიანო და მათ აღმოსავლეთ საქართველოში ნაკლებად აქვთო დასაყრდენი. და თუ დასაყრდენი ქონდათ, მაინც საით მიყავდა სტალინს, რომ თან ხო ებრძვიან ეროვნულობას და მის გამოვლენებას, მაგრამ კარგად იციან, რომ ეროვნულობა არის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი და ამოსავალი წერტილი და ამიტომ შეიყვანეთო სხვადასხვა წარმოშობის, ეთნოსის ადამიანები, სხვადასხვა რეგიონებიდან, რომ ქონდეთ მათ პოპულარობა მთელ ქვეყანაში. აგერ აქაც მაქვს დაწერილი, ორი ადამიანი გარდაიცვალა თავისი სიკვდილით. დანარჩენი დახვრიტეს, თავი მოიკლა გეგეჭკორმა 28-ში, თუმცა დახრებდნენ მაგასაც ალბათ სავარაუდოდ. ვლადიმერ დუმბაძე ბანაკში გარდაიცვალა, ფილიპე მახარაძე 51-ში გარდაიცვალა და რაღაცნაირად დამსახურებების გამო აპატია სტალინმა ალბათ ასაკში იყო უკვე. არადა ფილიპე მახარაძე ყველაზე მეტად გამოირჩეოდა კრიტიკით. აკრიტიკებდა იქ საბჭოთა ხელისუფლებას, რაც შეცდომები იყო, იმას ღიად აცხადებდა, თუმცა არ ვიცი, გადაურჩა მაინც ეტყობა. ზოგჯერ ჩუმად ყოფნა არშველის და ღია თქმაც შეიძლება გიშველოს, ხო პირიქით ხდება ხოლმე რაღაცეები ზოგჯერ. და ეს ბუდუმდივანი, ცნობილი ბუდუმდივანი, იყო რაიკომ ცეკას პირველი მდივანი, რაიკომი კარგად იყოს. მდივანის ესეთი ფრაზა მიეწერება, როცა თბილისს იღებდნენ 25 თებერვალს, я буду, не буду, если 25-го თბილისი не буду. მე ბუდუ არ ვიქნებიო, ბუდუ ხოროსულად ვიქნებია და ბუდუ არ ვიყო, თუ თბილისში არ ვიყო 25-იო და ესე თავდაჯერებული ადამიანი, დახრიტეს მისი 4 ვაჟი,
ერთი ვაჟი საერთოდ რაშუაში იყო ჩოგბურთელი, საქართველოს ჩემპიონი და დახვრიტეს იმიტომ, რომ უბრალოდ ბუდუმდივანის შვილი იყო 37-ში. დახვრიტეს ასევე ცნობილი სანდრო ახმეტელი, ხო ისიც მისი ოჯახის წევრი სიძე იყო. და ასე რომ ადამიანები, რომლებმაც საბჭოთა რუსეთი მოიყვანეს საქართველოში, შემდეგ რამდენიმე წლის შემდეგ დახვრიტეს და დააბრალეს სხვათა შორის ერთ-ერთი მთავარი ბრალდება იყო ნაციონალ-უკლონიზმი. ანუ ნაციონალიზმისკენ გადახრა, მაინც სოციალისტები იყვნენ, მაგრამ მაინც ეს ქართული ნაციონალიზმი, ქართველობა ვერსად ვერ დამალეს თუ ვერ მიჩქმალეს. იგივე წეგან დავიწყე ამაზე საუბარი და ქუთაისში 1921 წელს მარტში თბილისი უკვე დაკარგულია. მარტში შედგა მოლაპარაკება მთავრობასა და რევკომს შორის. მთავრობიდან იყო გრიგოლ ლორთქიფანიძე, აქედან იყო ბუდუმდივანი და აბელ ენუქიძე, ეს ცნობილი ბოლშევიკი და ერთმანეთში საუბრობდნენ და ლორთქიფანიძეს ესმოდა, რომ არა, ეს ჯარიო დროებით შემოვიდაო. კიო, რასაკვირველია დროებით შემოვიდაო რუსული არმია. როგორც კი ქართულ წითელ არმიას შექმნითო, ესენი გავლენო და ჩვენ ვიქნებითო ეროვნულ საკითხში შევიქნებითო თავისუფალი დამოუკიდებელი ქვეყანა და თავისთავად ალბათ ლორთქიფანიძე ეუბნებოდა, რომ უცხო ქვეყნის ჯარით შემოხვედით და ამათ არ ვიცი მართლა წამდათ თუ თავს აჩვენებდნენ, რომ შემდეგ ქართული არმია იქნებოდა და ქართული ჯარი ჩადგებოდა საქართველოში, რთული სათქმელია. იყვნენ გულით და სულით კომუნისტები, სოციალისტები, მათთვის ესე იგი საქართველო იყო ბევრისთვის უბრალოდ ერთი მონაკვეთი მსოფლიო რუკაზე და როცა შენ ფიქრობ, რომ მთელი მსოფლიო უნდა გააწითლო, იქ რასაკვირველია საქართველოს საკითხი არის ძალიან უმნიშვნელო. თუმცა ბევრისთვის კიდე როგორი მომენტია, სტალინისთვის მაგალითად, სტალინი ძალიან ადრიდან უმიზნებდა საბჭოთა კავშირის მეთაურობას და მისთვის თუ კი საქართველო იქნებოდა დამოუკიდებელი, ის იქნებოდა უცხოელი. რუსეთში როგორია შენ ხარ ქართველი და საქართველო არის ამ დროს შენი დაპირისპირებული სხვა მთავრობით და მაინც უცხოელად დარჩებოდა, რაც არ უნდა ეძახათ, რომ ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. და საბჭოთა კავშირი იყო, რომელიც ეროვნული ნიშნით დასდევდა ადამიანებს და იგივე მეგრელთა საქმე მაგალითად, მანამდე პოლონელების საქმე იყო, ეროვნების გამო ხრედნენ ადამიანს და თან ეძახდნენ, რომ ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს. კიდევ იყო უკრაინელების უკრაინელებს მოუწეს საშინელი წმენდა, ეთნიკური წმენდა, ასე რომ და სტალინის მთავარი მიზანი იყო, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად დაეპყროთ და მიეერთებინა საბჭოთა რუსეთს. კიდე პოლონელზე სტალინზე შემდეგ კიდე ვისაუბრებთ და ძალიან ბევრი 26,000 პოლონელი ოფიცერი დახვრიტეს კატინის ტყეში. ძალიან ცნობილი ტრაგედია 90-იან წლებში, 80-იან წლების ბოლოს ხა გაჟღერდა. ჩაბარდნენ გერმანელებისგან დევნილები და უბრალოდ დახვრიტეს. იმიტომ რომ პოლონელები იყვნენ ესეთი საშინელება, მე მგონი გერმანელებს აბრალებდნენ, როცა საფლავები ნახეს და მე გაირკვა, რომ საბჭოთა გერმანიისგან გამოქცეულები თავშესაფარი ითხოვეს, ჩაბარდნენ და დახვრიტეს. ასეთ რაღაცას, არ ვიცი, შეიძლება გავიხსენოთ ყველაზე ცნობილი ტირანები და დამპყრობლები და სადისტები, ძალიან ესეთი შემთხვევა არის. დაუბრუნდეთ ჩვენ 1919-19 წლებს. საქართველოს რუკა, ეს რუკა წარადგინეს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე. კარლო ჩხეიძე, პარლამენტის სპიკერი გახდა თავმჯდომარე, პირადად ჩავიდა პარიზში, ყავდა სოციალ-დემოკრატების, ანუ მენშევიკების დელეგაცია. ძალიან დიდი დისკუსია იყო, კამათი იყო, პარალელურად ჩავიდნენ სომხეთის წარმომადგენლები და აზერბაიჯანის. სამივეს ჰქონდა საკუთარი რუკა ჩატანილი, როგორი წარმოედგინათ მათ თავიანთი სახელმწიფო საზღვრები. ისტორიული რასაკვირველია, სომხეთის რუკა იყო, შედიოდა იქ მე მგონი ჯვარი, შედიოდა აჭარა, აზერბაიჯანის რუკა იყო, აღმოსავლეთ საქართველოს შედიოდა. ჩვენი რუკაც სხვა ვარიანტებიც იყო ამ რუკის და კაი დიდი იყო ლამსტიკოვსიდან და რუბანდამდე და ეს რუკა არის შედარებით ზომიერი, შედის ტაოკლარჯეთი და აი აქ უფრო კარგად ჩანს. ესე იგი, აი ესეთი რუკა ჰქონდა, ტერიტორია რაღა რუკა 1921 წლის იანვარ-თებერვალში. წართმეული მიწები ჩანს აგერ სოჭი ცოტა ხრით იყო, სოჭი ნამეტანი აქ ცოტა გაზვიადებულია. მაზნიაშვილმა დროებით დაიკავა და მე ისევ გამოვიდნენ ქართველები, იმიტომ რომ კონტროლი უბრალოდ ვერ მოხერხდებოდა. ხედავთ ზემოთ დვალეთი ჩtildeოეთში, აღმოსავლეთით საინგილო ჰერეთს იგივე ვეძახით ხომ, ბელაქანი, ზაქათალა. სომხეთს გადაეცა ლორე, ალავერდის ძალიან დიდი ტერიტორია და თურქეთმა წაიღო ტაოკლარჯეთის მოზრდილი ნაწილი, დაახლოებით 30,000 კვადრატული კილომეტრი
თურქეთთან კიდევ გასაგებია, რომ ძალიან რთული სიტუაცია იყო და ითხოვდნენ ამ ტერიტორიას და ჰქონდათ კარგი ურთიერთობა საბჭოთა რუსეთთან და ასე ვთქვათ გამოვიდა რომ გაიყვეს საქართველო და მოერიდა ლენინი. ლენინსაც ბუნებრივია უნდა უფრო დიდი ტერიტორია, ხო? ეს ნებისმიერ ადამიანს უნდა რომ დიდი ქვეყანა კონდეს და უბრალოდ ვერ შეძლებდნენ შენარჩუნებას და ის კი არა ბათუმიც ისევ მაზნიაშვილის წყალობით და წითელი არმია ჩადგა შემდეგ და თორემ მოლაპარაკების მიხედვით ბათუმიც უნდა წაეღო თურქეთს და რაღაცნაირად მოახერხეს და შეინარჩუნეს. აი დანარჩენი უკვე რაც არის აზერბაიჯანის სომხეთის ტერიტორია, ეს გადასცეს 22-ში. უკვე საბჭოთა კავშირში, კავშირი არ ხო, საბჭოთა კავშირი იყო 22-დან. ესე იგი 4 და 6, 10,000 კვადრატული კილომეტრი. ამით გამოვიდა რომ დასაჯეს საქართველო, იმიტომ რომ იომა ერთი თვე 5 კვირა იბრძოდა. სომხეთი აზერბაიჯანი ძალიან იოლად დაიპყრეს და ჭკუა ასწავლეს ამით ქართველებს და გული მოიგეს თან სომხეთის და აზერბაიჯანის ესეთი რუკა გვაქვს. ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო ამ პარიზის კონფერენციაზე იყო დიდი შეხლა შემოხლა, ვერ ამტკიცებდა ვერც ერთი მხარე დოკუმენტების სანდოობას და კარლო ჩხეიძემ მოიწერა ტელეგრამა, ძალიან აღშფოთებული ტელეგრამა ხო რამდენიმე სიტყვა იწერება და ძალიან გაბრაზებული ეტყობოდა იმ ტონზე, რომ ესენიო ვინ გამომატანეთო აქო მისი პარტიის წევრები იყვნენ, გამოგზავნა ისინი შემდეგ საქართველოში, გამომიგზავნეთო მწოდნე ხალხი, ივანე ჯავახიშვილი, გენერალი ოდიშელიძე, ივანე ჯავახიშვილი საერთოდაც ოპოზიცია იყო სოციალ-დემოკრატების და გამომიგზავნეთო მწოდნე ხალხი და ეს ორი ადამიანი, ესე იგი, ერთი საუკუნის წინაც გაცილებით წინ იდგა ქართული პოლიტიკური აზროვნება, ვიდრე დღევანდელი პოლიტიკური აზროვნება, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ რომელიმე მთავრობაში მყოფმა პარტიამ წაიყვანოს ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მეშვეობით დაწარმოს ნებისმიერი ქართული მთავრობა, რაც მე მახსოვს, ან დანიშნოს ოპოზიცია მინისტრებად, ესეც წარმოუდგენელი ალბათ, ხო? არ ვიცი, შევანაძის დროს თუ იყო, თორემ მე მოგვიანებით არავინ ღიად ოპოზიციონერი რომ მთავრობაში მყავდეს და უსმენდე და რაღაც საქმეს აკეთებინებდა და აი ესეთი რუკა მივიღეთ შემდეგ ივანე ჯავახიშვილის წყალობითაც მათ შორის. დავბრუნდეთ ჩვენ ისევ აგერ ქართული ფული ვნახეთ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, ცოტა შუაში გამოგვივიდა ამაზე საუბარი. ნოე ჟორდანი ეცით რომ არის მთავრობის პირველი თავმჯდომარე, ასე არის მიღებული, აღიარებული, თუმცა დროებითი მთავრობის პირველი თავმჯდომარე იყო ნოე რამიშვილი. 1918 წლის მაისი, ივნისი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავრობის თავმჯდომარე. შემდეგ ნოე ჟორდანია დაინიშნა ისევ დროებითი მთავრობის თავმჯდომარედ და პარლამენტმა დანიშნა უკვე არჩეული დამტკიცებული მთავრობის თავმჯდომარედ. ალბათ ამის გამოა რომ ჟორდანია პირველ თავმჯდომარედ მოიხსენიება, თორემ იდეაში ნოე რამიშვილიც რომ ვთქვათ არ იქნება შეცდომა, თუმცა რა ნოე რამიშვილი პირველი პრეზიდენტიო რო ეკითხები ხალხს ჟორდანიას იძახიან და ან კიდე სხვა ადამიანებს და ეს პრინციპში არა ისეთი სადაო და საკამათო. ნოე რამიშვილი იყო ძალიან კარგი მინისტრი, ბოლშევიკებს დასდევდა განსაკუთრებით აგრესიულად, აპატიმრებდა, აძევებდა, თუმცა 1920 წლის მაისის შეთანხმებით საკმაოდ ესე ვთქვათ შეეზღუდა უფლებები ამ მხრივ. მაისში დაიდო ძალიან ცნობილი საქართველოს საბჭოთა რუსეთის შეთანხმება. 7 მაისს ხელი მოაწერეს ჩვენიდან იყო გრიგოლ ურატაძე, წარმომადგენელი მოსკოვში, შედიოდა 16 პუნქტი. აღიარა რუსეთმა, პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ოფიციალურად აღიარა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. აქ გვაქვს ჩამონათვალი ქვეყნების. მანამდე გერმანიამ გვაღიარა, ოღონდ რაღაცნაირი აღიარება იყო, არ იყო ოფიციალური აღიარება. გვითხრეს რომ კი სახელმწიფო ხართ თქვენ და ბრიტანეთიც აღიარებდა, მაგრამ ოფიციალურ დონეზე არ იყო და რუსეთი, შემდეგ გერმანია, შვეიცარია, ეს სახელმწიფოები არიან, ვინც აღიარეს. ურატაძე იხსენებდა, ძალიან საინტერესო მოგონება აქვს, როცა მოსკოვში იმყოფებოდა, სტალინსაც შეხვდა კაბინეტში. ამ დროს შემოვიდა კამენევი, ერთ-ერთი ლიდერი ბოლშევიკური პარტიის და კამენევმა გადმომხედაო და მოგმართაო, მე მომმართაო რომ თეთრგვარდიელი ქართველები ჩამოსულანო,
თქვენო რა გინდათო რომ მარტო თქვენ მიირთმევდეთ მწვადს და კახურღვინოს სვამდეთო? ესეო არ გამოვაო მარტო თქვენი რო იყოსო. არა ამხანაგო სტალინო მე სტალინის ჩაიკითხა, ხო ესეო ესო და ანუ ეს თითქოს ხუმრობით გააგებინა რომ არ დათმობა ისინი საქართველოს და რაღაცა ეს უცნაური ბოლშევიკური იუმორი. იმავე წლის ზაფხულში კიდე ჩხენკელი წერდა დღიურში რომ ხშირად იძახიან რომ არ იყვნენ მზად სოციალ-მენშევიკები, რომ მათ გამოეპარათ რუსეთის მზადება, არ გამოეპარათ ისინი. თავიდანვე იცოდნენ რომ როცა ხარჩენ რუსეთის ისტორიაც ძალიან კარგად იცოდნენ, რუსეთსაც ძალიან კარგად იცნობდნენ და როგორ გამოეპარებოდათ, რაც იყო შესაძლებელი, ყველაფერს აკეთებდნენ, არ დაუტოვებიათ არც ერთი ქვეყანა ევროპაში, წარმომადგენლები, სულ შეხვედრები, სულ იმის თხოვნა, რომ დახმარებოდნენ საქართველოს და არ მიეტოვებინათ რუსეთის პირისპირ. ჩხენკელი წერს, აქედანაც კარგად ჩანს 1920 წლის ზაფხულში დღიურში. დაპყრობა მოხდა 7-8 თვის შემდეგ, რომ ნეტა კიდე გაგვიმართლებსო, ესე თავის თავს ეკითხება თუ ზოგადად კითხვას სვამს, თუ გადავრჩითო ამჯერადაც, ან ძალიან იღბლიანები უნდა ვიყოთო და ან რაღაც შეიცვალოს მსოფლიოში და ვერ გადავრჩით და იმასაც კარგად ხვდებოდა, რომ იღბალზე იყო ეს თითქოს დამოკიდებული და იმ ვითარებაზე. რუსეთმა აღიარა მოკლედ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და რა მოითხოვა საპასუხოდ. მოითხოვა რომ ბოლშევიკური პარტია აღდგენილიყო ოფიციალურად საქართველოში. ამას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა შემდგომი პერიოდისთვის. ციხიდან გამოუშვეს ვინც იყვნენ ბოლშევიკების, მიხა ცხაკაიაც მათ შორის, აღდგა გაზეთი კომუნისტი, შემდეგ ნოერამიშვილმა რამდენჯერმე დაახურინა, მერე გამოდიოდა ახალი კომუნისტის სახელით, კიდე რაღაც სხვადასხვა სახელით და პირდაპირ ღიად ქადაგებდა აჯანყებისკენ მოუწოდებდა მოსახლეობას. როცა ცხინვალში მოაწყეს ოსების აჯანყება, მხარს უჭერდა, გამოდიოდა და იძახდა რომ ეს არის სამართლიანი, სწორი, რომ ისინი უნდა იყვნენ ცალკე, ქართველები ჩაგრავენ. ესე იგი, აბსოლუტურად საპირისპირო, რაც იყო საქართველოს სიტუაცია, იმას სახავდა. შემდეგ ჯუღელმა ჩაახშო და ამაზეც ძალიან ისეთი მწარეთ და მწვავეთ ჩაახშო ეს აჯანყება. ესეთი კაცი იყო, უკონტროლო ადამიანი იყო, ცოტა ჯუღელი და ბოლშევიკური პარტია, რომელიც ღიად დადის რეგიონებში, მოუწოდებს აჯანყებისკენ, მიუხედავად ამ იდეოლოგიისა, მაინც ვერ მოახერხეს მათ მყარი საფუძვლის მოპოვება და ისევ საჭირო გახდა გარედან ჩარევა. როგორ მივედით აქამდე, ბარემ ეს ფოტო კონდეს, მივედით ისე, რომ ესე იგი, საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო ჯერ აზერბაიჯანი, მაისში დაიპყრო, ჩვენ 7 მაისს დავდოთ შეთანხმება და მომდევნო დღეებში დაიპყრო აზერბაიჯანი. ნოემბერში დაიპყრო სომხეთი და გამოვიდა რომ თითქმის ყველა მხრიდან იყო საბჭოთა რუსეთი საქართველოს შემოხვეული. თურქეთი იყო ასევე, რომელიც მტრულად იყო განწყობილი იმ დროს ყოველ შემთხვევაში. იმ მაისშივე დაიწყო აზერბაიჯანიდან შემოჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. გამოგზავნეს 2 პოლკი მე-11 არმიის, ეს ის მე-11 არმია, მან დაიპყრო აზერბაიჯანის სომხეთი და აზერბაიჯანული ნაწილები. ქართულმა ნაწილებმა უკუაქციეს ეს 2 პოლკი და ჯორდანიას ბრძანებით აღარ მიყვნენ, იმიტომ რომ არ გადაზრდილიყო რუსეთ-საქართველოს ომში. კარგად იცოდნენ საქართველოშიც, რომ ეს იყო რუსული არმია, მაგრამ რაღაცნაირად ფიქრობენ, რომ იქნებ ის 7 მაისის შეთანხმება მიმუშავოს და არ გადავზარდოთ ომში და დაპირისპირებაში. ის კი არა, 15 თებერვალს დაიწყო სომხეთიდან შემოჭრა. აჯანყება დაიწყეს ლორეს ტერიტორიაზე. და 15 თებერვალს იძახდა ჟორდანია რომ სომხები შემოიჭრნენო. ანუ თავს იტყუებდა, საბჭო მოატყვა თითქოს, საბჭომაც იცოდა რომ რუსეთი მოქმედებდა, თვითონ ჟორდანიამაც იცოდა, მაგრამ შულავერის კომიტეტმა დაიწყო. სომხებიც იყვნენ, ქართველებიც იყვნენ და ანუ აქცენტი არ არის იქ თავისთავად. კარგია ის რომ ქართველი ცოტა იყო იმ პროვოკაციაში და აჯანყებაში და სომხებმა ოღონდ მე-11 არმიის და მოსკოვიდან იყო ბრძანება. მანამდე ლენინს ჰქონდა ძალიან საინტერესო პერიპეტიებია. ჰქონდა სავაჭრო მოლაპარაკება ბრიტანეთთან. ეს იყო სასიცოცხლო საბჭოთა რუსეთისთვის, მანამდე ჰქონდათ სამოქალაქო ომი და ბრიტანეთთან ვაჭრობის გარეშე ძალიან გაუჭირდებოდათ და ესეთი გათვლა ჰქონდა ლენინს, რომ როცა დადებდა ბრიტანეთთან ამ შეთანხმებას და ხელს მოაწერდა, შემდეგ უკვე გადაწყდებოდა საქართველოს ბედი. ოღონდ სტალინი და ორჯონიკიძე თითქოს ჯაჭვზე დაბმულებით იყვნენ, აი აწყვეტილებებით, რომ არა საქართველოს დავიპყროთ და იჭერდა ლენინი, არა
ვერ ხვდებოდნენ, არ ქონდათ იმის გათვლა. სოფლიო პოლიტიკა მოკლედ არ იცოდნენ და მათთვის იყო საქართველოს აზერბაიჯანი დამთავრდა მათი პოლიტიკა და აზროვნება, არა და ლენინი ძალიან გლობალურად აზროვნებდა, ფიქრობდა რომ არ გაეღიზიანებინა ევროპა, ბრიტანეთი, ამერიკა და როდესაც მათგან მიიღებდა ჩაურევლობის თუნდაც უსიტყვო თანხმობას, შემდეგ დაიპყრობდა საქართველოს. რამდენჯერმე ჩაიშალა ეს მოლაპარაკება და ბოლოს დაიწყო ნოემბერში შეთანხმებაზე საუბარი. ძალიან საინტერესო პირობა შევიდა ამ შეთანხმებაში. ბრიტანეთმა მოსთხოვა საბჭოთა რუსეთს, რომ არ ჩარეულიყო ინდოეთში და ბრიტანეთის სხვა კოლონიების საქმეებში. რომ არ ეწარმოებინა იქ სოციალისტური პროპაგანდა, არ დაეფინანსებინა, არ დახმარებოდა აჯანყებაში. სამაგიეროდ ბრიტანეთი არ ჩაერეოდა რუსეთის ძველი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე. ესე იგი გამოვიდა და რამდენჯერმე ოღონდ კერძონმა რამდენჯერმე მოითხოვა რომ დაკონკრეტებულიყო ტერიტორია. იმედი ჰქონდა რომ საქართველო არ შევიდოდა ამ ტერიტორიაზე და რაღაცნაირად საქართველოს გამოაცლიდა რუსეთის ზრახვებს. ოღონდ რუსეთმა არ ჩაწერა ეს შეთანხმებაში, ჩაწერა რუსეთის იმპერიის კოლონიები. და თავისთავად იმ კოლონიებში საქართველოც მოიაზრებოდა. დაიდო ეს შეთანხმება, მარტში მოაწერეს ხელი ჩვენი დაპყრობის შემდეგ, თუმცა უკვე წინასწარ იყო მუხლები შეთანხმებული და ფაქტობრივად გადაწყდა ამით 20 წელს დაიწყო მოლაპარაკებები და 21-ის მარტში მოაწერეს ხელი. ნოემბერ-დეკემბერში ფაქტობრივად გადაწყდა ეს საკითხი და ამიტომ აჩერებდა ლენინი რომ არ უნდოდა მოლენების აჩქარება და არადა კავკასიის ბიურო შეიქმნა, როსტოვში ჰქონდათ მათ შტაბ-ბინა, ორჯონიკიძე იყო ხელმძღვანელი, კიროვი მოადგილე ყავდა, ცნობილი კიროვი 34-ში რომ მოკლეს რეპრესიების დაწყების წინ, სტალინის ძალიან ახლო მეგობარი და რამდენჯერმე ტელეგრამებს გზავნიდნენ, ითხოვდნენ რომ შეუტიოთ ახლა ეს დროა. თუმცა იანვარშიღა გადაწყდა ეს ამბავი და კიდე ერთი უკან გადავალ ცოტა ხნით და მე უკვე დაპყრობაზე ვისაუბროთ. 1918 წელს ზაფხულში შემოვიდა გერმანიის ჯარი საქართველოში, როგორც მოკავშირე, პირიქით ეს ჩვენი სურვილიც იყო, გარანტია რომ გერმანელები დაეხმარებოდნენ დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში. სამწუხაროდ, ჩვენთვის სამწუხაროდ, გერმანია დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში. ნოემბერში გამოაცხადა უსიტყვო კაპიტულაცია და გერმანიის ჯარი რასაკვირველია გავიდა საქართველოდან. გადაიბარა მანდატი, ასე ვთქვათ, ბრიტანეთმა. ბრიტანეთი შემოვიდა როგორც დამარცხებულ მხარესთან, არადა საქართველო იყო ანტანტას მონაწილე რუსეთის იმპერიასთან ერთად, ის 100,000 ჯარისკაცი რომ დაიღუპა ოსმალეთის ფრონტზე, გერმანიასთან ბრძოლაში, მაგრამ მაინც ბრიტანეთს აწყობდა, რომ საქართველო ყოფილიყო დაქვემდებარებული, არა მოკავშირე. იმიტომ რომ ბაქოდან მოქონდა ნავთობი, რკინიგზა ჭირდებოდა და რკინიგზა დაიკავა, რკინიგზის სადგურები და ბათუმი. სხვა ხელისშემშლელი ბრიტანეთს არაფერი გაუკეთებია. 1920 წლის ზაფხულში გავიდნენ საქართველოდან, აკაციის მოლაპარაკება რომ იყო, რაღაცნაირად გრძნობდნენ და ხვდებოდნენ ბრიტანელებიც, რასაკვირველია რომ საქართველოს ბედი გადაწყვეტილი იყო, იგივე მოლაპარაკების დროს რაღაცნაირად ცდილობდნენ რომ იქნება და გადარჩეს როგორმე გადარჩეს და უფრო ესეთი მცდელობები იყო. ბრიტანეთის ჯარი რომ გავიდა, ეხვეწებოდა ჟორდანია, შეხვდა მთავარსარდლობას, რომ არ დატოვოთ საქართველო და უთხრა იქ ვინც იყო გენერალი რომ თუ ვინმე თქვენ შემოგიტევთ, ჩათვალეთ რომ ბრიტანეთს შეუტევს, მაგრამ ეს იყო ზეპირი განცხადება, არანაირი შეთანხმება. თუმცა შეთანხმებებიც ხშირად ამბობენ რომ იმიტომ იდება რომ მერე დაირღვეს ის შეთანხმებები და თითქმის არ არსებობს შეთანხმება რომ ოდესმე არ დარღვეულიყოს. განსაკუთრებით რუსეთთან დადებული შეთანხმებები. მაისში მოვაწერეთ ხელი და თებერვალში 9 თვის მერე არ და ხელმოწერით ოფიციალური დოკუმენტით დაარღვიეს. 26 იანვარს მოსკოვში მოიწვიეს ცენტრალური ბიუროს სხდომა, ლენინი ესწრებოდა და იქ გადაწყდა რომ საქართველოზე შეტევის დროა. ეს სასაკვირველი აცნობეს ორჯონიკიძეს, შემდეგ თებერვლის დასაწყისში უკვე რომ დაიგეგმა შულავერის კომიტეტის აჯანყება, გამოუგზავნა სტალინმა დეპეშა რომ ლენინი თანახმაა და დროა აჯანყების და ორჯონიკიძემ უპასუხა რომ კიო, გასაგებიაო, მაგრამ დაგვიანებულიც კიაო, ისე ეჩქარებოდა საქართველოს დაპყრობა და 11 თებერვალს რომ ახსენეთ თქვენს დაიწყო და ხშირად არასწორად ამბობენ ხოლმე რომ თვითონ 16 თებერვალს დაიწყო ბრძოლა და ეს აგვისტოს ომზე რომ არის ხო იგივე ამბავია რომ
ესე იგი 11-12 თებერვლის და შემდგომი დღეები თითქოს ეს იყო მართლა აჯანყება ადგილობრივი მოსახლეობის და არა რუსეთის მიერ ინსპირირებული ტალღა და 11-12 თებერვლის ღამეს დაიწყო ლორეს ტერიტორიაზე ეს იყო ნეიტრალური ზონა, შერეული ქართულ-სომხური ადმინისტრაცია იყო და მაგ მომენტისთვის იდგა ქართული ჯარი. ქართულმა ჯარმა უკან დაიხია, ძირითადი ბრძოლების შემდეგ წარიმართა თბილისთან, იცით, ის ცნობილი დღეები, კოჯორი-ტაბახმელას ხაზი იყო, კახეთშიც იყო ფრონტის ხაზი, ამავე დროს სომხეთიდან რომ შემოვიდა მე-11 არმია, შემოვიდნენ აზერბაიჯანიდან, დარიალის ხეობიდან და ასევე აფხაზეთის მხრიდანაც დაიწყეს გადმოადგილება, რომ იქ არსებული რაზმები ადგილზე დაეჭირათ და არ დახმარებოდნენ მთავარ ფრონტს და იქიდან თუ წამოვიდოდნენ, თავისთავად უფრო ადვილად ალყაში მოექცეოდა და თბილისთან ჰქონდათ წარმატებული ბრძოლებიც, ერთ დღეს მაგალითად 1000-ზე მეტი რუსი დაატყვევეს და თბილისში ჩაატარეს. იხსენებდნენ შემდეგ, რომ გასაცოდავებული, დაფლეთილი ტანის ამოსით და არანაირი თითქოს ჯარისკაცებიც არ იყვნენ, უფრო ყაჩაღთა ბრბოს წააგავდა მე-11 არმია. ამის საზეიმო მოაწყეს იქ მსვლელობა, უხაროდა ხალხს, აღნიშნეს, რომ აი გამარჯვება ახლოს არის, რომ ეთქვათ, რომ მაინც დავმარცხდებით, ეს თავისთავად მორალს ძალიან ჯარში დემორალიზებას გამოიწვევდა. იბრძოდა 300-მდე იუნკერი, მეგობრები ისტორიკოსები ამ თემაზე ვინც მუშაობს, უთქვამთ ხოლმე, რომ ისე პირად საუბარში, რომ ძალიანო სულ იუნკერებზე კეთდებაო აქცენტი და თავისთავად გმირები იყვნენ, კურსანტები, ხო, პირველ-მეორე კურსის 18-17 წლის ბიჭები, მაგრამ იქ იბრძოდა კიდე რამდენიმე ათასი რეგულარული არმიის დანაყოფები, მოხალისეები და მარტო იუნკერებზე აქცენტი თითქოს აკნინებს დანარჩენი რეგულარული ჯარის დამსახურებას და იბრძოლეს რამდენიმე დღე, 25 თებერვალს დილით, იმის გამო რომ ძალიან გაჭიმეს რუსებმა ფრონტის ხაზი, ეს იყო ძალიან გამოცდილი არმია, მე-11 არმია, უპირატესობა ჰქონდა ტექნიკურად, რაოდენობით, ტყვიამფრქვევებით, ჯავშნოსანი მატარებელი ყავდა 4 და 90 კილომეტრზე გაიჭიმა ფრონტის ხაზი. მათაც იციან რომ რაოდენობა არ გვაქვს დიდი და მონაკვეთები იყო რომ საერთოდ ქართული რაზმი არ იდგა იქ და ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია ძალიან მარტივია ფრონტის ხაზის გარღვევა, ამიტომ მთავარსარდალმა კვინიტაძემ დაიხია უკან, მცხეთასთან ფიქრობდნენ გამაგრებას, შემდეგ უკვე დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ, მთავრობაც გადავიდა დასავლეთ საქართველოში, ლიხის ქედზე გამაგრდნენ, იქაც რამდენიმე დღე წინააღმდეგობას უწევდნენ და თბილისში 25 თებერვალს შემოვიდა მე-11 არმიის მეწინავე დანაყოფები. მიწერა სერგო ორჯონიკიძე ბაქოში იმყოფებოდა ამ დროს, ცნობილი ტელეგრამა მოსკოვში, რომ თბილისის თავზე ფრიალებს საბჭოთა ხელისუფლების წითელი დროშა, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს და ასე დაეცამ თბილისი. მოსახლეობა შემდეგ იხსენებენ, რომ ჯარი რომ შემოვიდა, ტაშით ეგებებოდნენ სხვადასხვა რუსები, სხვა ეროვნების ადამიანები, ქართველები თითოეულა შეგხვდებოდაო და დაღვრემილი სახეებით სახლებში იყვნენ ჩაკეტილები. სხვათა შორის მე-11 არმიას იმ მომენტში დიდად მარადიორობას არ ჰქონდა შემთხვევა, იმიტომ რომ ერიდებიან მასობრივ აჯანყებას და საკმაოდ ნორმალურად იქცეოდნენ, როგორც შეიძლება რომ რუსი ნორმალურად იქცეოდეს. იყო ცალკეული შემთხვევები, დიდი აჯანყება თავისთავად უფრო გაურთულებდათ საქმეს და ამიტომ მოქმედებდნენ ესე ზომიერად. ქუთაისის მოლაპარაკება იყო შემდეგ და ამ მოლაპარაკებით რასაც ითხოვდნენ საბჭოთა მხარე იყო რომ ჟორდანიას უნდა ეღიარებინა საბჭოთა საქართველო. რაზეც კატეგორიული უარი თქვა და ეს იყო ძალიან დიდი გამარჯვებას ვერ დავარქვათ რაღა გამარჯვება, მაგრამ ძალიან კარგი მომდევნო ეპოქებისთვის, რომ ესე იგი ბოლომდე დარჩა როგორც დაპყრობა რუსეთის მიერ და არა ხელისუფლების გადაბარება, ან ადგილობრივი აჯანყება, ადგილობრივების მოსვლა, ბოლომდე ანექსიად დარჩა და 99-ში ზუსტად აი ეს წამოიწია, რომ ეს იყო ჩვეულებრივი დაპყრობა, არანაირი, როგორც საბჭოთა ისტორიოგრაფია ასაღებდა, ადგილობრივი ქართველების აჯანყება და თითქოს უბრალოდ ხელისუფლება შეიცვალა ადგილობრივების შულავერის კომიტეტის მიერ. ჟორდანია და მთავრობის წევრები შემდეგ ბათუმიდან, იცით, ჯერ თურქეთში წავიდნენ, იქიდან საფრანგეთში. იქაც არ გაუმართლათ, საფრანგეთში იმიტომ წავიდნენ, რომ როდესაც გავიდა გემი, სოციალისტური მთავრობა იყო საფრანგეთში. სოციალისტური, ევროპული სოციალისტური მოკავშირე ჩვენი მთავრობის, რომ ჩავიდნენ, მთავრობა შეცვლილი დახვდათ და საკმაოდ ცივად მიიღეს.
თუმცა დააბინავეს მაინც ლევილის მამული ოღონდ თავისი პოლიტი ყიდეს, უფრო გაუჭირდათ, როდესაც 34-ში საფრანგეთმა აღიარა საბჭოთა კავშირი. მანამდე არ ცნობდა როგორც სახელმწიფოს და 34-მდე ჩვენ ქონდა ოფიციალური წარმომადგენლობა საფრანგეთში, საელჩო, მართალია თვითონაც საფრანგეთში იყვნენ, მაგრამ საელჩო იყო, ეს საელჩოც დაიხურა და მეტად გაუჭირდათ შესაბამისად. ძალიან ბევრი ქართველი დარჩა, მათ შორის მაზნიაშვილი, ძალიან დიდი გენერალი, ეს საგერ ორჯონიკიძე, მახარაძე. მაზნიაშვილი იყო, მამამისი იყო მაზნიევი, ჯარში მსახურობდა, ჩამოვიდა საქართველოში, დარჩა, შემდეგ მაზნიაშვილად გვარი გადაიკეთეს და ამიტომ არის ხოლმე რომ ეროვნებას აქვს დიდი მნიშვნელობა თავისთავად, მაგრამ არ არის მაინც გადამწყვეტი მენტალობა, არის ალბათ თავარი და გიორგი მაზნიაშვილი იყო, როგორც თვითონ თქვა, ქართველი გენერალი, დარჩა, დასახლდა თავის სოფელში, მეურნეობას მისდევდა, თუმცა 37-ში მაინც დახვრიტეს იმის მიუხედავად, რომ არანაირი აქტივობა არ ქონია, ან აჯანყების მცდელობა, მთელი 16 წელი 21-დან, მისი დამსახურებით ბათუმის ოლქი შეინარჩუნა საქართველომ, არც ამან უშველა და მაზნიაშვილი კი არა და აგერ დახვრიტეს, ესენი არა, ეს ორი კაცი დახვრიტეს. სერგო ორჯონიკიძემ თავი მოიკლა. ძალიან საინტერესო მომენტი იყო. ესე იგი, აბრალებდნენ რომ თითქოს იცავდა სხვადასხვა ადამიანებს დახვრეტისგან. და ეს წარმოიდგინეთ სტალინური რეპრესიების დროს როგორია ეჭვმიტანილი თუ ტროცკიზმში ბრალდებული თუ აგენტობაში ის ადამიანი დაიცვა გამოიქომაგო და ცდილობდა რომ უშიშროებისგან გადაემალავ ის ხალხი და სტალინთან ქონია შეხვედრა და შემდეგ სახლში დაბრუნებულმა თავი მოიკლა, მოკლედ ტყვია დაიხალა, თუმცა ოფიციალური ვერსია იყო, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა. სერგო ორჯონიკიძის ძმა იყო უკვე დაპატიმრებული თვითმკვლელობამდე, შემდეგ ძმაც დახვრიტეს, მისი მეუღლე დახვრიტეს, ძმის ცოლიც და ასე რომ მაინც შეიძლება ის გათვლა ქონდა, რომ ოჯახი გადაერჩინა თუ თვითონ თავს მოიკლავდა, მაგრამ ოჯახს მაინც გადაასახლეს მისი მეუღლე და ფილიპე მახარაძე თავისი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ცხაკაიასი არ იყოს ძალიან იშვიათი ადამიანი, რომელიც გადაურჩა რეპრესიებს. სტალინმა ბერია გადაურჩა, ხრუშოვი გადაურჩა, პოლიტბიუროს შემდეგ სტალინზე ვისაუბროთ კიდე დაწვრილებით, რომ პოლიტბიუროს წევრი ვინც იყო 27-18 წელს, ერთი გარდაიცვალა თავის სიკვდილით 15 ადამიანიდან, ყველა დაახვეტინა სტალინმა. არა და უდიდესი დამსახურება ქონდათ მათაც და ალბათ ამისი ეშინოდა რომ როგორც კი ვიღაც ცოტა მიუახლოვდებოდა ან ძალაუფლებას იგდებდა ხელთ, მაშინვე იშორებდა და თავს იზღვევდა. იგივე მაგალითად იაგოდა, იყო უშიშროების ხელმძღვანელი, დაუნიშნა მოადგილედ ეჟოვი. ეჟოვმა დახვრიტა იაგოდამ. შემდეგ ეჟოვს ბერია დაუნიშნა მოადგილედ, ბერიამ დახვრიტა ეჟოვი და ბერია ვეღარ დახვრიტა შემდეგ და იაგოდას ესეთ საინტერესო გამოსვლა ჰქონდა სასამართლოზე. თავისთავად აწამებდნენ, თხოვდნენ რომ ეღიარებინა, რომ უშიშროების ხელმძღვანელი იყო და აბრალებდნენ რომ ის იყო აგენტი რომელიღაც ქვეყნების და სასაცილო იყო თავისთავად და თქვა რომ მინდაო ვაღიარო, მინდაო გამოუტყდეო და ყველა ყურებიც ქვიტა, აბა რა გინდაო, რა უნდა თქვაო, პროკურორი, მოსამართლე, დამსწრები, რა უნდა თქვაო, რაო და ყველა რო არ დაგხრიტეთო. როცა ჩემ ხელში იყავის და უშიშროება ჩემი იყო, ყველა უნდა დამეხრიტეთო, ვიც აქ შეხედხართო და ასე რომ იაგოთა მე ვერ მოახერხა, მაგრამ შემდეგ დანარჩენებმა. ასე რომ 21 წლის მარტში, 17 მარტს გაცურეს საქართველოსდან და გადაიბარა საბოლოოდ საბჭოთა ხელისუფლებამ და დამყარდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, თუმცა ჯერ ამიერკავკასიის ფედერაციაში შეიყვანეს და ესე იგი გამოვიდა რომ ექვემდებარებოდა მოსკოვიდან ფედერაცია იმართებოდა და იქიდან საქართველო იმართებოდა. ძალიან გააპროტესტეს ქართველებმა და იძულებული გახდა სტალინი რომ დაეთმოდა ცალკეთ საქართველოს შევიდა როგორც რესპუბლიკა და ანუ ესეც არ უნდოდა. უნდოდა რომ რაღაც ავტონომია ყოფილიყო, ჯერ რესპუბლიკას რა უფლება ქონდა და მე რესპუბლიკის რესპუბლიკა ვიქნებოდით, მით უმეტეს უფრო ისეთი მცირე როლით და თუმცა ეს უკვე სხვა თემა იქნება, სხვა საუბრის თემა და ვისაუბრებთ სტალინზე, მის პიროვნებაზე, ბოროტებაზე, სიკეთეებზე. თუ რამე სიკეთე იყო, სიკეთეზეც შეგვიძლია. თუ გექნებათ კითხვები, მოსაზრებები?
მაზნიაშვილი ჩამოაშორესო იმას რა ქვია სამხედრო კი თავარსარდლობას ხო ამბავს და ამაზე ასე ვთქვათ ბევრ ამას ედავებიან მენშევიკებს მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ამბავი არის ეს რომ აი როგორც მენშევიკებმა ჩამოაშორეს მაზნიაშვილი და რაღაც დაუზია დაუშავეს ქვეყანას ისე ხშირად ხდება ხოლმე რომ ვთქვათ დღესაც ვიღაცებს აშორებენ ამბავსო და მაგას ედავებიან და რამდენად მართალია ეგ იყო შეცდომა სწორად ედავებიან კი ხო ის კი არა კვინიტაძე იყო გენერალ-ლეიტენანტი ძალიან მაღალი რანგის ყველაზე მაღალი რანგის გენერალი ყავდა პირველი მსოფლიო ომის დროს ქართველი 20-ში ჩააბარეს თავდაცვის სამინისტროში იყო თავისთავად როგორც გენერალი და საარქივო საქმე ჩააბარეს არქივში დასვეს იმიტომ რომ არ იყო პარტიული არ იყო ესე გამოკვეთილი მენშევიკი არ ვიცი 1918-19-ში ხო ვისაუბრეთ რომ ოპოზიციაც იყო კაბინეტში შესული მინისტრები სოციალ-ფედერალისტები 20-ში და 21-ში ძალიან პარტიული გახდა რატო დაემართათ ასე შეიძლება მინისტრი ყავდეს პარტიული მაგრამ გენერალს მოსთხოვო მაზნიაშვილს მაგიტო ერჩოდნენ რომ თქვა რომ მე არც ბოლშევიკი ვარ არც მენშევიკი და სთხოვდნენ რომ ეღიარებინა რომ მენშევიკია და სოციალ-დემოკრატია და უთხრა რომ მე ქართველი გენერალი ვარ არანაირი ალბათ არც ერკვეო და არ აინტერესებდა და მერე დააბრუნეს უკვე ძალიან რომ გაფუჭდა ყველაფერი დანიშნეს ოდიშელიძე მერე კვინიტაძეს გადააბარეს უკვე ოდიშელიძე იყო პარტიის ერთგული მაგრამ მამაცი ადამიანი მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით დიდად ვერ ბრწყინავდა და მაზნიაშვილს მერე ბათუმი ჩააბარეს უკვე ძალიან რო გაჭირდა თურქები რო შემოვიდნენ და დაიცვა ბათუმი თუმცა აქ ერთი მომენტია რომ მაინც ვერ გადაარჩენდნენ წინასწარ იყო თითქოს უკვე საინტერესო არის კიდე ამ პერიოდის განხილვა რა კუთხით იცი ესე იგი ისტორიას რომ მოყვები ძირითადად საქართველოს ისტორია არის რა რომ შიდა დაპირისპირება ამ ფონზე მტრული ძალა შემოდის და სახეს გაძრობს ასე ვთქვათ რაღაცა უღრევს აქეთ-იქით რა შენ თუ ერთიანი ხარ მთლიანი ხარ და რაღაც ისე ხარ შიდა დაპირისპირება ნაკლებია უფრო წყარად დგას ქვეყანა ფეხზე მაგრამ ეს არის დრო როცა მე მგონი შიდა დაპირისპირება ესეც დიდი ძალიან ნაკლებად ხო და მაინც მოკლედ შემოდის მტრული ძალა და სრულ ანექსიას აკეთებს ისე რომ ფაქტობრივად შენ აი ფორმალურ წარმომადგენელსაც კი არ გიტოვ როგორც მანამდე იყო ხოლმე ხო იყო ვიღაცა ისეთი ფორმალური ტიპი მაინც ხო დანიშნული ვიღაცა მოხდა ლენინს რა უნდა ვისწავლოთ ამ გაკვეთილებიდან ეგ საინტერესოა ხო დიდი საყვედური უთხრა ორჯონიკიძეს და სტალინს რომ ჟორდანია რატომ წავიდა თანახმა იყო რომ ჟორდანია რაღაც გარკვეული სტატუსით დარჩენილი იყო საქართველოში და ეგეც ვერ გათვალეს რომ მათთვის ჟორდანია მტერი იყო სტალინისთვის და ვერ უყურებდა უფრო გლობალურად წეგანაც აღნიშნე ჟორდანია საფრანგეთში ნიშნავდა გამუდმებით შეხსენებას რომ ეს არის დაპყრობილი ქვეყანა და სტალინი ორჯონიკიძე მაგნეს რა ვიცი არც ფიქრობდნენ ან ვერ ფიქრობდნენ ჰქონდათ პირადი მტრობა იმიტომ რომ საქართველოში არ უშვებდნენ აქ დევნიდნენ გაბოროტებულები იყვნენ და ლენინი კიდე ძალიან ესე საფუძვლიანად რომ უნდა და ისეთი საფუძველი გაეკეთებინა რომ ეს სახელმწიფო რაც იქნებოდა საბჭოთა კავშირი ეარსება კიდე მეთხანს რაც იარსება მაგრამ და ხო აი დაპირისპირებას რაც შეეხება მანდ უფრო არის ინერტულობა მოსახლეობის ბოლშევიკებმა ვერ აიყოლიეს მასა მაგრამ იმ მასამ არც იბრძოლა რაღაცნაირად თითქოს განზეგარდა თითქოს მათი ომი არ იყო მოხალისები იყვნენ მაგრამ მცირე რაოდენობით დანარჩენი ქვეყანა უყურებდა რა მოხდებოდა და ალბათ ეგეც არის შედეგი იმ იდეოლოგიის თუ დამუშავების რომ თუ არ მომემხრობი მაშინ ჩუმად იყავ ისი ჩუმეც პრინციპში რუსების წყალს ასხავდა წისქვილზე და ამდენი 3 მილიონი ქვეყანა როა და იქიდან 20,000 იბრძვის ცოტა 500 რო იბრძვის კიდე უფრო ცოტა 500-ის თავისთავად 3,000 ერეკლე მეორესთან მაგრამ ერეკლე მეორეს ყავდა მოსახლეობა 250,000 და 3,000 იბრძოდა აქეთ ყავდა უკვე 2.5-3 მილიონი და იბრძოდა სულ რაღაცა 20,000-იც არა აი აგერ ამაში გამარჯობა თამარ დგებუაძე
ესეთი კითხვა მაქვს. სოციალ-დემოკრატებს რატო ქონდათ ესე დიდი მხარდაჭერა მართლ საქართველოში? და მეორე უფრო აი ვინ ამ პარტიებიდან ვინ იყვნენ ეგ მაინტერესებს და კიდე მაინტერესებს აი თქვენი აზრით რატო იყო მაშინ ერთ საუკუნის წინ ჩვენი პოლიტიკური შეგნება უფრო მაღალი ვიდრე დღეს? აი რით ეხსნება ეს? განათლება ძალიან განათლებულები და პოლიტიკურად მომზადებულები იყვნენ. იდეოლოგიები, რაც უნდა ვისაუბროთ, რომ ცდარია სოციალიზმი თუ რაღაც სხვა ანარქიზმი და ასე შემდეგ, იმ მიმდინარეობაში იყვნენ ძალიან კარგად საფუძვლად მომზადებულები, განათლება შესაფერისი ჰქონდათ, თან არა მარტო კითხულობდნენ, მუშაობდნენ. სტატიები იქნება, გამოსვლები იქნება და არ იყო ეს რაღაცა მარტო მექანიკური ცოდნა, თვითონ აღრმავდნენ, თვითონ ქმნიდნენ იდეაში იმ მიმდინარეობასაც. ეს თვითონ პოლიტიკოსები თუ რა იმაში და თვითონ ხალხში საზოგადოება განათლება ხალხში მაღალია. მუშებში იყო მეტნაკლებად, იმიტომ რომ სოციალიზმი ზოგადად მუშებზე აკეთებდა აქცენტს და გლეხებში ძალიან ზედაპირულად. ეხება იქ მუშაობდა უფრო და პოპულარობას რაც შეეხება, დამოუკიდებლობა მენშევიკების სახელს უკავშირდებოდა. ეროვნულ დემოკრატები ამას აპროტესტებდნენ, რომ მთელი თქვენი წარსული იძახდით, რომ ეროვნულობა და დამოუკიდებლობა არაა საჭირო და ახლა რანაირად გიჭერენ მხარს ქართველები, როცა ჩვენ ვართ ეროვნული ნიადაგზე, მაგრამ იყვნენ პოპულარულები. იცოდნენ როგორ ესაუბრათ, გარდა ამისა, პირადი მაგალითი იყო. ჰქონდა ძალიან სიმამაცე გვერდში დადგომა, იგივე ბენია ჩხიკვიშვილი, გურიის პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტი, იარაღით ხელში ებრძოდა. შემდეგ ბათუმი ჩააბარეს თურქებს, რომ გადმოგვეცა 1918-ში. პენია დანიშნეს გენერალ-გუბერნატორად და ყველა სოფელში მიდიოდა თუ იქაც რაღაცა ალაგმა ყაჩაღების თარეში და ასე შემდეგ. იგივე რამიშვილი კედია იყო სპეცსამსახურის ხელმძღვანელი და პირადად რაზმებით დადიოდა და დასწევდა ყაჩაღებს და ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი, რომ ცხოვრობს სადღაც სოფელში და ხედავ რომ საკმაოდ მინისტრი ჩამოვიდა თუ რაღაცა ყურადღება მოგაქცია და ეს ხალხიდან გამოვიდნენ და კარგად იცოდნენ როგორ ესაუბრათ. დიდი განათლებაც ხო ჰქონდათ, მაგრამ იცოდნენ იმ გლეხთანაც როგორ ელაპარაკათ, მუშასთან როგორ ელაპარაკათ, ეს არის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი. და ჩვენს ამ მენშევიკებს რა საერთო ჰქონდათ რუს მენშევიკებთან? ბოლშევიკებთან. ერთი პარტია იყო 1903-დან, გაიყო ორ ნაწილად და ოღონდ თავიდანვე რუს მენშევიკებთან მაინც არ ჰქონდათ ისეთი მტკიცე ერთობა. ყოველ შემთხვევაში ჟორდანია მერე წერდა, რომ პლეხანოვიო ლენინთან უფრო ახლოს არისო მენშევიკი პლეხანოვი ვიდრე ჩვენთანო, ქართულ მენშევიკებთან. იმიტომ რომ მათ მაინც ჰქონდათ რუს მენშევიკს თუ ბოლშევიკს და ასე შემდეგ, რუსული იმპერიული ხედვა და ქართულ მენშევიკს ჰქონდა მაინც ქართული ხედვა. რაც უნდა ელაპარაკათ ერთიან იდეებზე და ერთიან მსოფლიოზე, ქართული ნიადაგი იყო და ის რუსული. ეს შესაბამისად. ჩვენი ქართველებიც აი რუსული სოციალ-დემოკრატია ნაწილი. კი, ერთიანი პარტია იყო რუსეთის იმპერიაში მენშევიკური. ოღონდ აქ მენშევიკებს იმედი ჰქონდათ, რომ რუსი მენშევიკების წყალობით ჩვენ გვექნებოდა ავტონომია, ფართი ავტონომია და იგივე ენის შენარჩუნება და ასე შემდეგ. და დამოუკიდებლად საქართველოს გადარჩენის გზას არსებობას ვერ ხედავდნენ. პრინციპში უკვე მომავლიდა რომ უყურებთ, სწორი იყო ეგ. ასე თუ ისე, მაინც რუსეთმა ჩაკლაპა და აი სწორი გზა რო გეკითხა მაშინ რა იყო, არ ჩანს ეს გზა. მენშევიკებს რომ აკრიტიკებენ, ისე მიკითხავს კიდეც და საინტერესოა რომ მაშინ რა უნდა გაეკეთებინა, ან რომელი მთავრობა რას გააკეთებდა. მაშინ ახლაც იგივე ეს არ იმას გვიშვებიან, რომ აი არა, ახლა სულ სხვა მოცემულობა არის. იქით გვეხვეწებიან, რომ ჩვენ კენ მოდითო და მაშინ ჩვენ ვეხვეწებოდით, რომ მიგვიღეთო. ერთა ლიგა მოუარი რომ გვითხრა, ეს ვახსენე ხო, ერთა ლიგა დეკემბერში მოსკოვიდან ხო ტელეგრამაზე იგზავნებოდა, რომ თქვენ რატო ერევით ჩვენ გავლენის სფეროში, არ მიიღოთ საქართველო და არ მიიღეს კიდეც შესაბამისად. 16 ხმა იყო საჭირო და 10 ქვეყანა იყო მხარდამჭერი. ხო და ერთა ლიგაც რომც შევსწრებავით, რამდენად დაგვეხმარებოდა ომის შემთხვევაში, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იმიტომ რომ მანამდე ცადეს სამოქალაქო ომში თეთრების დახმარება. ჩეხური კორპუსი იყო, პოლონელები იბრძოდნენ, ეხმარებოდა ბრიტანეთის საფრანგეთი თეთრებს და დამარცხდნენ. გამოვიდა რომ დამარცხდნენ. და მაგის შემდეგ კიდე ერთ წელში მე ჩვენ გამო ომი დაეწყოთ, არ დაიწყებდნენ.
მოსინჯეს, იომეს და არ გამოვიდა. და ასე რომ ანუ აი ეს სოციალ-დემოკრატების ასეთი პოპულარობა ხალხში იმის შედეგი ხო არ იყო ისე რუსეთის გავლენის გამო ხო არ იყო? არა, მე რიტორიკა ძალიან ქართული გახადეს. 18-ში და დამოუკიდებლობის შემდეგ ქართველობა ეკერათ პირზე და ეროვნულობა და ასე შემდეგ. თუმცა მანამდეც ჰქონდათ არ უარობდნენ და არ უარყოფდნენ, მაგრამ მე უფრო გამოკვეთეს ეს ეროვნული საკითხი. და ეროვნული დემოკრატები ძალიან მწარდებოდნენ და მაგათი დამსახურებაცაა რომ კრიტიკა შემდეგ როცა წავიდნენ ევროპაში, ამათ დააბრანეს მაშინდელმა ქართველებმაც, ეროვნულ მოძრაობის წევრები ვინც იყვნენ და საბჭოთა კავშირმა რასაკვირველია, ისედაც დემონიზება მოხდა მენშევიკებს, ანუ გამოვიდა რომ საბჭოთა ხელისუფლებაც მათ აკრიტიკებდა და ადანაშაულებდა, ოპოზიციური პარტიებიც მენშევიკებს უტევდნენ და გამოვიდა რომ ყველა მხრიდან დამნაშავეება წარმოაჩინეს. ეროვნულ დემოკრატები ვინ იყვნენ? აი სახლებდობარები. გაბაშვილი მაგალითად კედია იყო თავმჯდომარე. ლორდ კიფანიძე ყავდათ კიდე ასეთი. და ფედერალისტები ვინ იყვნენ? მანდ უფრო დიდი ფიგურები იყვნენ. ჯორჯაძე იყო, არჩილ ჯორჯაძე. მანდ იყო უცნაური გაერთიანება იყო, ანარქისტებიც მათ შედიოდნენ. მიხაკო წერეთელი, მაჩაბელიც მაგათთან ერთად იყო. კომანდო გოგელია იყო ასეთი ლეგენდარული ანარქისტი და ვარლამ ჩერქეზიშვილი ძალიან ცნობილი ანარქისტი. ისე რომ ევროპის მასშტაბითაც კი იცნობდნენ და ვარლამ ჩერქეზიშვილს ლონდონშია დაკრძალ მარკს იცნობდა ვარლამ ჩერქეზიშვილი. პირადად შეხვედრია და ესეთი ურთიერთობა ჰქონდათ. და ეგეც სოციალ-ფედერალისტებთან იყო ასოცირებული, იმიტომ რომ მაგათაც ჰქონდათ სოციალისტურ და თან ქართველები იყვნენ. და მაგაზე ჩერქეზიშვილზეა ის ცნობილი ამბავი, ქართული არ იცოდა კარგად და სიკვდილისწირო ქართულად დალაპარაკდა, რაც ფესვებში გამოიყენეს. ჩერქეზიშვილია ეგ პროტოტიპი რომ ბოლო დღეს საავადმყოფოში რო იყო, არავინ აღარ ყავდა და მე მგონი ინგლისში, ხო ლონდონში გარდაიცვალა და არ ესმოდათ ექიმ, რაღაც გაუგებარ ენაზე საუბრობდაო და ალბათ ქართული იყო და ასკვეს. და არ იცოდა ეს ენა. იმიტომ რუსეთში გაიზარდა, მე ევროპაში იყო და ესეთი კითხვა მაქვს, ახლა ცოტა შეიძლება თემას თაიქ უკან გადავდივართ, მაგრამ საბოლოო ჯამში რუსეთს რატო ქონდა მიზნად სულ საქართველოს დაპყრობა? ეხლა იმ დღის გაგრძელება ისე რომ ქონდა საუბარი, იქიდან მეუბნება როგორ ფიქრობ, რა შეჭირდებოდა აი ამ ხელა რუსეთსო, რა თუნდოდაო პრობლემების მეტი არაფერი არ მოუტანიაო საქართველოს რუსეთისთვისო და ანუ პირიქით იყო საქართველოს ხოწებოდა სულ რუსეთსო, რომ შენ ანუ დამეხმარეო და მიმიღეო და წარმოიდგინე რომ მე მიხსნის რომ საქართველოს რომ მოუწიაო გეორგის ტრაქტატის მერეო მოუწიაო საქართველომდე გზის გათავისუფლებაო და ამის გამო შამილსო რამდენი წელი ებრძოდაო, ანუ რა ხელა პრობლემები შეექმნა საქართველოს გამო, რა შეჭირდებოდაო საქართველოს. ჩვენი ბრალი ყოფილა ეგეც რომ შამილთან ომობდა და. კი, ანუ პირიქით არის და დღესაც ესე არის რომ თურმე რუსეთს იდეაში არაფერში არ ვჭირდებით და იძულებულია და აი რუსეთის ძალიან ისეთი დაფარული თუ ღრმა ოცნება, მეგონი ადრეც ვისაუბრეთ ცნობილი თეორია, ძალიან მესამე რომის თეორია. რომ მოსკოვი არის მესამე რომი, გაგრძელება იმ რომის იმპერიის, მისი იდეური, კულტურული, სულიერი მემკვიდრე, მსოფლიო იმპერია რო იყოს, რომი მსოფლიო იმპერია იყო და მაგისტვის ძალიან უნდა კონსტანტინოპოლი. ერთ-ერთი ეგეც არის, რომ კონსტანტინოპოლის შესაბამისად იქ სრუტეების კონტროლი, ხმელთაშუა ზღვაზე გასვლა, წინა აზიის კონტროლი, საქართველოსთან კავკასიიდან შემდეგ გავა იქით ირანია, ქვემოთ ერაყია, ასე რომ წინა აზიაში ძალიან კარგი დასაყრდენი არის კავკასია. და თუ კავკასიას აკონტროლებ, მე იოლად წვდები შენ უზარმაზარ სივრცეს. როცა დიდი რესურსი გაქვს საქართველოსთან ადვილია შემდეგ რაღაცა გარკვეული ცვლილების გაკეთება. ჩვენ ვერ ვიზავთ ახლა ხო რომ სადაც გავიჭრეთ ერაყისკენ, მაგრამ თუ რუსეთი იქნებოდა აქ. ანუ ეს მიზანი არის ჯერ კიდევ კი, ის რაღაცა ოცნებაც მესამე რომის, პრაქტიკულიც რომ აქედან წინა აზიაზე გადიხარ. ამის საფუძველი რა არის მესამე
რომზე უცნებ? ანუ სადმე ისტორიულად რამე ფაქტები არის, რომ აი კონსტანტინე ქრისტიანობა ხომ იქიდან შევიდა ბიზანტიიდან და რაღაცა არის გადაედო რომელი თვლიან. იმპერატორის სადმე იგივე ცარ მეფე არის ცეზარის შემოკრებული ვერსია. ცეზარი კეისარი არის ცეზარი რუსულად. და თავის მეფეს დაარქვეს კეისარი. ანუ მე-15 საუკუნიდან ეგ გაქვთ ეგ ამბიცია. გერმანელებსაც ეკონდათ, ოღონდ გერმანელებს საღვთო რომის იმპერია ჰქონდათ მე-10 საუკუნიდან და კაიზერი მე გვიან დაერქვათ. კაიზერი კეისარია იგივე. ასე რომ ყველა რომს მისდევს მოკლედ. კიდე ერთი ესეთი ირანელი იყო ვეზირი მე-19 საუკუნეში ორჯერ იომეს კიდე ირან რუსეთმა საქართველოს გამო ირანს რუსეთის დაშვება არ უნდა აქ და საქართველოში მათ შორის და ბრიტანელი სამხედრო წარმომადგენელი ეკითხება რომ რა არისო ესეთიო საქართველოშიო რომ ესეო თავს აკლავთო საქართველოსო და საქართველო არისო და ეუბნება რომ დიდი წვერი ქონია თურმე და ხელი ჩამოისვაო რომ წვერიცო რასარგებელს გაძლევსო მაგრამ ამშვენებს კაცსო ხო და საქართველო ეგ არისო უნდა გქონდესო რომ დაგამშვენოსო ეს ირანული შეხედულებით და შეიძლება რუსეთშიც აქვს რა ესეთი სენტიმენტები ასეთ არგუმენტებს თორე ბორჯომს აგერ ისე მივყიდით რა იაფად მიცეთ ვაჩუქებთ თავი დაგვანეთ არგუმენტებს არიღებენ რომ ძალიან სასაცილო არის აი რაში ჭირდებაო სასაცილო არის არის ბევრნაირი ხო ბევრი რაღაცა ერთება აქ კონკრეტული სარგებელი რაც აქვს თქვა წიაღისეული თუ რამე მოიპოვება პლუს გზები შავი ზღვა და